მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონში ისტორიული გარდატეხის ხანა დაიწყო. ეს იყო დრო, როცა ცეცხლი და მახვილი იქცა ისტორიის მთავარ მსაჯულად. აღმოსავლეთის უსასრულო ველებიდან წამოსულმა სელჩუკთა ურდუებმა ქარიშხალივით გადაუარეს ერთ დროს ძლიერ და მდიდარ სახელმწიფოს. მათი შეჩერება ვერ შეძლო ვერც ირანის ხორასანმა, ვერც აბასიანთა სახალიფომ და ვერც ბიზანტიის იმპერიამ, რომლის ძლიერებაც უკვე წარსულს ჩაბარებულიყო. ქართველების ეროვნულ მეხსიერებაში ეს პერიოდი დიდი თურქობის სახელით შევიდა. ეპოქა, რომელმაც ქვეყანა გაანადგურა და საუკუნეების შრომით ნაშენების სახელმწიფო მიწასთან გაასწორა. ქართველი ერი გადაშენების ზღვარზე იყო მისული. სელჩუკთა ურდუები მრავალი წლის განმავლობაში ატერორებდნენ ქართულ მიწებს. ყოველი გაზაფხული ახალი შემოსევის მოლოდინით იწყებოდა. ათასობით მხედარი გადმოდიოდა ქვეყნის საზღვრებში, რათა დაერბიათ ქალაქები, დაეწვათ სოფლები და მოესპოთ ის, რაც ქართველ ხალხს შრომითა და სისხლით ჰქონდა ნაშენები. ათასობით ოჯახმა მიატოვა მამაპაპისეული კერა და მთებსა და მიუვალ ხეობებს შეაფარა თავი. შიმშილი, სნეულება და ნგრევა საქართველოს ყოველდღიურ რეალობად იქცა. რუსთავი, დმანისი, სამშვილდე და მრავალი სხვა ქალაქი მტრის ხელში გადავიდა. თბილისი კი კვლავ მუსლიმურ საამიროს ემორჩილებოდა. საქართველოს უკანასკნელ თავშესაფრად მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მიუვალი მთიანეთი, აფხაზეთი და იმერეთი რჩებოდა. თუმცა გარემტრის გარდა სამეფოს შიგნით ფეოდალური ანარქია მძვინვარებდა. ადგილობრივი, დიდებული, ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების არარსებობის პირობებში სამეფო ტახტს ემუქრებოდნენ და სელჩუკებთან მოკავშირეობასაც არ ერიდებოდნენ. იმჟამინდელი მეფე გიორგი მეორე ცდილობდა სელჩუკთა წინააღმდეგ თავდაცვითი ბრძოლის გამართვას, მაგრამ შინაურმა წინააღმდეგობამ ეს მცდელობები უშედეგოდ აქცია. ხშირად, როცა ერი თავის არსებობას კარგავს და ყველაფერი თითქოს წარსულს ბარდება, სწორედ მაშინ შობს ისტორია ახალ იმედს. როგორც დამწვარი და დასახიჩრებული ფენიქსი იფერფლება, რათა ხელახლა იშოს, ისე უნდა აღდგარიყო საქართველოს. 1073 წელი, ქუთაისი, სამეფო სასახლის რეზიდენცია. სწორედ აქ, ამ მძიმე ჟამს, ქვეყნის უკანასკნელ თავშესაფარში მეფე გიორგი მეორესა და დედოფალ ელენეს შეეძინათ ვაჟი, ბაგრატიონთა დინასტიის ახალი შთამომავალი და საქართველოს სამეფოს ტახტის მემკვიდრე. მშობლებმა თავიანთ ერთადერთ შვილს დავითი უწოდეს. ალბათ მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ბავშვი მომავალში ყველა დროის უდიდესი ქართველი მეფე გახდებოდა. დავითს ბავშვობა ფუფუნებაში არ გაუტარებია. იგი იზრდებოდა დიდი თურქობის მძიმე ხანაში. ადრეული ასაკიდანვე იყო მოწმე ქვეყნის სიღატაკის, ეროვნული დამცირების, ხედავდა სამეფო კარის ინტრიგებს და მამის უძლურებას. გიორგი მეორის ნებით, უფლისწულის აღზრდა დაეკისრა ერთ-ერთ უმაღლეს და გამორჩეულ მოღვაწეს, გიორგი ჭყონდიდელს. ის იმ ეპოქის ადამიანი იყო, რომლის სიტყვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ეკლესიაში, ისე სამეფო კარზე. მემატიანე მას აღწერს, როგორც კაცის სრული ყოვლითა, სიკეთითა, სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ბრთხილი. ჭყონდიდელის სიბრძნემ უდიდესი კვალი დატოვა დავითის ხასიათსა და ცნობიერებაში. მისი ხელმძღვანელობით უფლისწულის აღზრდა უბრალო სამეფო მოვალეობას აღარ გავდა. ის იქცა ეროვნულ მისიად. დავითს ასწავლიდნენ წმინდა წერილს, ფილოსოფიას, სამხედრო მეცნიერებას, ტაქტიკას, სამართალს, სამეფოს მმართველობის საფუძვლებსა და ისტორიას. წყაროების თანახმად, გიორგი ჭყონდიდელმა უფლისწული სიტყვითა აღაშენა და წესითა განამტკიცა. დადგა 1088 წელი. სელჩუკთა შემოსევებით და შიმშილით გამოფიტულ საქართველოს ბუნებრივი კატასტროფაც დაემატა. დამანგრეველმა მიწისძვრამ, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, ერის ცნობიერებაში ღვთის რისხვის სახე მიიღო. გრევა იყო საშინელი. ქალაქები და სოფლები მიწასთან გასწორდა. მრავალი ტაძარი დაინგრა, მოსახლეობა კი შიშსა და უიმედობაში დარჩა. მემატიანე წერს: მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი, სახეთ მტვერისა დაილაგნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღვეს, ეკლესიანი დაეცნეს.
ეს უბედურება კიდევ უფრო ამძიმებდა ქვეყნის ისედაც რთულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას. ამ დამანგრეველმა მიწისძვრამ მეფე გიორგი მეორე საბოლოოდ გატეხა. დაუმთავრებელმა ომებმა, შიმშილმა და ქვეყნის შიგნით არსებულმა ქაოსმა მას ძალა გამოაცალა. მალე მეფემ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ტახტიდან გადადგა და 1089 წელს ბაგრატის ტაძარში თავისი ერთადერთი 16 წლის ვაჟი დავითი საქართველოს მეფედ აკურთხა. ახალგაზრდა მეფეს მძიმე მემკვიდრეობა ერგო. ქვეყანა გაპარტახებული იყო, სამეფო არმია და ეკონომიკა მოშლილი, ხოლო მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით აღარ ვრცელდებოდა. სელჩუკთა მომთაბარე ტომები საქართველოს მიწებს ისევ არბევდნენ. ქართველი ხალხი კი გადაშენების ზღვარს იყო მისული. და მაინც, სწორედ ამ განადგურებულ ფონზე დაიწყო ის, რაც მოგვიანებით ისტორიაში აღორძინების ეპოქად იწოდება. გამეფებისთანავე დავითმა სამეფო კარის მთავარი ვაზირის პოზიცია გიორგი ჭყონდიდელს მიანდო. იმ ადამიანს, რომელიც მის აღზრდაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა. პასუხისმგებლობის აღებისთანავე ჭყონდიდელმა დაიწყო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება. მეფის ნდობით აღჭურვილმა მოღვაწემ სამეფო კარზე ჩამოაყალიბა ერთგული და გამოცდილი დიდებულთა წრე. მალე აუცილებელი გახდა რეგულარული სამეფო ლაშქრის ჩამოყალიბება. თუმცა სახელმწიფო ხაზინა იმდენად მცირე იყო, რომ დიდი არმიის შექმნა შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ პირობებში სამეფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ჩამოეყალიბებინათ მცირე ზომის რაზმები, რომლებიც გამოიყენებოდა როგორც შიდა წესრიგის, ისე საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. თითოეულ მათგანში 20-დან 30-მდე მხედარი ირიცხებოდა. დავითმა ეს რაზმები სამხრეთ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში განალაგა. გაზაფხულობით, როცა თურქ-სელჩუკთა მარბიელი ლაშქრობები იწყებოდა, მეფე და მისი ერთგული მეომრები სათავისოდ იყენებდნენ ადგილმდებარეობას. უჩუმრად უახლოვდებოდნენ დაბანაკებულ მტერს და ღამით მოულოდნელ იერის ახორციელებდნენ. ამ მცირე, მაგრამ მოულოდნელი შეტევებით ისინი ამარცხებდნენ და უკან დევნიდნენ მომხდურს. დროთა განმავლობაში დავითმა თურქ-სელჩუკთა ჩამოსახლებული ტომებით შეავიწროვა და საბოლოოდ გააძევა საქართველოს ტერიტორიიდან. ეს მცირე, მაგრამ მუდმივი გამარჯვებები ქართველ ხალხში აღვივებდა რწმენას, რომ მტრის დამარცხება შესაძლებელი იყო. მთებში გახიზნული მოსახლეობა ეტაპობრივად ბარში ბრუნდებოდა. განახლდა მიწათმოქმედება, დამუშავდა მინდვრები, აღდგა სარწყავი არხები, გაშენდა ბაღები და ვენახები, იქმნებოდა ახალი დასახლებები, განვითარდა ხელობა და ვაჭრობა. ქვეყანა ნელა, მაგრამ შეუჩერებლად იწყებდა ცხოვრების დაბრუნებას. იწყებოდა დავითის სახელმწიფოს აღმშენებლობის გზა. 1092 წელს გარდაიცვალა სელჩუკთა იმპერიის მესამე სულთანი მელიქ-შაჰი. მის სიკვდილთან ერთად დაეცა იმ ქვეყნის ძლიერების ხანაც, რომელიც წლების განმავლობაში თითქმის მთელ აღმოსავლეთს ფარავდა. სისხლითა და მახვილით გაერთიანებული სახელმწიფო ქაოსში გაეხვა. ეს თავის მხრივ საქართველოს პოლიტიკური ძლიერების წისქვილზე ასხამდა წყალს. გარემტრის დასუსტებასთან ერთად აღარც შინაური, ურჩი დიდგვაროვნები წარმოადგენდნენ დიდ საფრთხეს. მალე დავითმა სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა იმ მოღალატე ფეოდალებს, რომლებიც სელჩუკთა მხარდაჭერით საკუთარ გავლენას აძლიერებდნენ და სამეფო ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ. დავითის გამეფებიდან მესამე წელს, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ დიდი თურქობის დამღის ქვეშ იყო, რეგიონში მოულოდნელი ცვლილებები მოხდა. 1092 წელს სელჩუკთა იმპერიის ძლევამოსილი სულთანი მელიქ-შაჰი გარდაიცვალა. ამ მოვლენამ საფუძველი შეურღია იმ ძლიერებას, რომელსაც 10 წლეულების განმავლობაში მთელი რეგიონი ემორჩილებოდა. სისხლითა და მახვილით შეკრული იმპერია, რომელიც შორეული ავღანეთიდან ანატოლიამდე იყო გადაჭიმული სულთნის ვაჟებს შორის ბრძოლის ველად იქცა. იმპერიის შიგნით გაჩაღებული ომების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს ტერიტორიებზე მარბიელი ლაშქრობების სიხშირე და მასშტაბი. მაგრამ გარეს საფრთხის შესუსტება სახელმწიფოს გაძლიერებას არ ნიშნავდა. წლების განმავლობაში არაერთი დიდგვაროვანი სელჩუკთა მხარდამჭერით დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა.
ისინი არ ემორჩილებოდნენ მეფის განკარგულებებს და ხშირად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგაც მოქმედებდნენ. ამ პირობებში სამეფო კარი უზარმაზარ სამხედრო და ეკონომიკურ რესურსს კარგავდა. თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ საერისთავოთა მასშტაბს, რომლებიც მეფის ხელისუფლებას ეწინააღმდეგებოდნენ, მიხვდებით, თუ რა მნიშვნელოვანი პოტენციალი რჩებოდა მეფის ხელისუფლების მიღმა. ათასობით მეომარი, დიდარი სამეურნეო ტერიტორიები, სტრატეგიული ციხეები, ყველაფერი ის, რაც ერთიან ძლიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც თურქ-სელჩუკთა იმპერია ქაოსმა მოიცვა, 19 წლის დავითმა მდგომარეობა ზუსტად შეაფასა. ეს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენა და წამოიწყო მიზანმიმართული, თანმიმდევრული და უკომპრომისო ბრძოლა მოღალატე დიდგვაროვნების წინააღმდეგ. ასეთ ფეოდალებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშს. ბაღვაშები საუკუნეების განმავლობაში ყველაზე გავლენიან ფეოდალურ სახელს წარმოადგენდნენ. ისინი ფორმალურად აღიარებდნენ ბაგრატიონთა ლეგიტიმურობას, თუმცა რეალურად მუდმივად ცდილობდნენ სამეფო ხელისუფლების შეზღუდვას და დამოუკიდებელი პოზიციის შენარჩუნებას. ბაგრატ მესამეს, ბაგრატ მეოთხეს და გიორგი მეორეს მმართველობისას ბაღვაშები არაერთხელ გამოდგნენ ოპოზიციურ ძალად. შეიძლება ითქვას, რომ მე-11 საუკუნის განმავლობაში ბაგრატიონთა მთავარი შიდა მოწინააღმდეგე სწორედ ეს საგვარეულო იყო. ამ პოლიტიკური ბრძოლებისას ისინი ხან ბიზანტიის, ხან კი სელჩუკთა მხარდაჭერას ეყრდნობოდნენ. მეფე დავითმა და მისმა ერთგულმა გარემოცვამ თანმიმდევრობით შეუდგა მეფის ძალაუფლების აღდგენას და ეტაპობრივად შეავიწროვა ურჩი ფეოდალები. ეს პოლიტიკა, როგორც ჩანს, მიუღებელი აღმოჩნდა კლდეკარის მმართველისთვის და 1093 წელს ღიად გაემეჯნა სამეფო ხელისუფლებას. სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე მეფის ერთგულმა ძალებმა დაასწრეს ლიპარიტს. ის შეიპყრეს და ქუთაისში სამეფო ხელისუფლებას მიჰგვარეს. რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ ბაღვაშმა დანაშაული მოინანია და პირობა დადო, რომ სამუდამოდ მეფის ერთგული იქნებოდა. დავითმა მას მიუტევა, გაათავისუფლა და პირვანდელი ტიტულით შეუნარჩუნა. ისტორია გვიჩვენებს, რომ მიმტევებლობა ხშირად მეფის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა. გიორგი მეორის დროსაც ზედმეტმა შემწყნარებლობამ არაერთხელ შეასუსტა სამეფო ხელისუფლება. ასეც მოხდა. გათავისუფლებისთანავე ლიპარიტმა კვლავ დაიწყო სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედება. მაგრამ დავითი ყველა წინამორბედისაგან არსებითად განსხვავებული მეფე და პიროვნება იყო. იგი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი და დასახული მიზნის თანმიმდევრული გამტარებელი გამოდგა. ლიპარიტის გათავისუფლებისთანავე მისი ყოველი ნაბიჯი სამეფო კარისთვის ცნობილი იყო. ხელმეორე ღალატის შემდეგ დავითის ერთგულმა რაზმმა ერისთავი უმალ შეიპყრო და დაახლოებით 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ მეფის განკარგულებით იგი სამუდამოდ გააძევეს ქვეყნიდან და მთელი ქონება ჩამოართვეს. რაც შეეხება კლდეკარის ძლიერ საერისთავოს, მისი საბოლოო ანექსია რამდენიმე წელიწადში მოხდა. ლიპარიტის ვაჟის დაღუპვის შემდეგ სამფლობელო უშუალოდ სამეფო ხელისუფლებას დაექვემდებარა. შედეგად საქართველოს სამხედრო ძლიერება ისევე როგორც ეკონომიკური შემოსავალი ერთი-ორად გაიზარდა. ბაღვაშთა მსგავსად იგივე ბედი ეწია სხვა ურჩსაგვარეულოებსაც. მათი სამფლობელოები ან ბაგრატიონთა სახლს შემოუერთდა, ან ერთგულ ერისთავებზე გადანაწილდა. საინტერესოა, რომ დავითი ურჩფეოდალებს ხშირად უსისხლოდ და ფართო მასშტაბიანი ბრძოლის გარეშე იცილებდა თავიდან. ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, სწორედ ამ წლებში უნდა ჩამოყალიბებულიყო მეფის მიერ შექმნილი კარგად ორგანიზებული სამეთვალყურეო სისტემა, რომელსაც მსტოვართა ინსტიტუტს უწოდებენ. წყაროების მიხედვით, დავითი სრულად ფლობდა ინფორმაციას სამეფოს ყველა კუთხეში მიმდინარე პროცესებზე, სასახლეში, ლაშქარში, დიდგვაროვანთა კერებში თუ სამონასტრო ცენტრებში. ასეთი ზედამხედველობით მოწყობილი სტრუქტურა მნიშვნელოვნად ზღუდავდა ფეოდალური აჯანყებებისა და შეთქმულებების შესაძლებლობას. მეფე დროულად იგებდა საფრთხის შესახებ და წინასწარ ანეიტრალებდა მას. ამ სისტემის ერთ-ერთ დამახასიათებელ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ლიპარიტ ბაღვაშის ორგზის შეპყრობა.
მეფის მსტოვრები მოქმედებდნენ როგორც სამეფოს შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. მე-11 საუკუნის ბოლოსთვის საქართველო უკვე ანგარიშგასაწევ სამეფოდ ჩამოყალიბდა. მეფე დავითის, გიორგი ჭყონდიდელის და სხვა ერთგული მოხელეების მეშვეობით ქვეყანამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. მოღალატე ურჩი ფეოდალები საკადრისად დაისაჯნენ. თურქ-სელჩუკთა იმპერიაში ატეხილმა შიდაომმა მარბიელი ლაშქრობები მინიმუმზე დაიყვანა, რის შედეგადაც მთებში გახიზნული მოსახლეობა ბარში დაბრუნებას იწყებდა. სამეფო კარი ნათლად აცნობიერებდა სამხედრო რეფორმების გადამწყვეტ მნიშვნელობას და ამ პროცესს გეგმა ზომიერად შეუდგა. დავითის ხელმძღვანელობით დაიწყო ერთგული და გამოცდილი მეომრების თავმოყრა, რომლებზეც შემდგომ ჩამოყალიბდა მეფის მუდმივი, დისციპლინირებული პირადი გვარდია. მცირე, მაგრამ ეფექტური სამხედრო ბირთვი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან მოქმედებაში უშუალოდ მეფეს ახლდა. დავითმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გვარდიის ორგანიზებას, გაძლიერებას, შეიარაღებას, გაწვრთნას, გადაადგილებასა და მომარაგების მოწესრიგებას. მეფის სურვილი იყო, რომ გვარდია გამხდარიყო სამეფო ლაშქრის ელიტური კავალერია. თავდაპირველად გვარდიის რაოდენობა მცირე იყო და როგორც ჩანს, 1000 მეომარსაც არ აჭარბებდა. თუმცა დროთა განმავლობაში გვარდიის რიგები გაიზარდა. მას უერთდებოდნენ როგორც მეფის ერთგული ქართველები, ასევე უცხოელი და ტყვეობიდან დახსნილი მებრძოლები, რომელთა სამხედრო გამოცდილება სამეფო სამსახურში გადმოდიოდა. გვარდიის შენახვისა და ფუნქციონირების ყველა ხარჯს, შეიარაღებას, ცხენებით მომარაგებას, სამხედრო აღჭურვას, გადაადგილებასა და კვებას სრულად ქვეყნის ხაზინა იღებდა საკუთარ თავზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველო თურქ-სელჩუკებს პირვანდებულად უხდიდა ყოველწლიურ ხარკს. მეფე და სამეფო კარი მოთმინებას იჩენდნენ იქამდე, სანამ შესაფერისი დრო და ვითარება არ გამოჩნდებოდა. ამგვარი გარემოება მე-11 საუკუნის მიწურულს ევროპაში დაწყებულმა დიდმა გეოპოლიტიკურმა პროცესმა შექმნა. რის შემდეგაც დადგა დრო, როდესაც მეფე დავითს საქართველოს დაკარგული დამოუკიდებლობა უნდა აღედგინა. სწორედ ამ მომენტიდან იწყება ხანგრძლივი ბრძოლა, რომელიც მომდევნო მე-4 საუკუნის განმავლობაში ქართველებსა და თურქ-სელჩუკთა ძალებს შორის უწყვეტ, მძიმე და სისხლიან დაპირისპირებად ჩამოყალიბდა. მეორე ნაწილის დასასრული. 1095 წლის ნოემბერი, საფრანგეთის ქალაქი კლერმონი. ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეკრებაზე, რომის პაპმა, ურბან მეორემ, მთელ საქრისტიანოს იერუსალიმისა და ქრისტეს საფლავის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ეს მოწოდება სწრაფად გავრცელდა მთელ ევროპაში და მის გარშემო დიდი სამხედრო რელიგიური მოძრაობა ჩამოყალიბდა, რომელიც ისტორიაში პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის სახელითაა ცნობილი. რამდენიმე თვეში ამ ლაშქრობას შეუერთდნენ ყველა ფენის ადამიანები, დიდგვაროვნები, რაინდები თუ უბრალო გლეხები. მალე 4 მთავარი არმია კონსტანტინოპოლში შეიკრიბა. ცნობილია, რომ ევროპელებს ბერძნებთან ერთად ქართული დიასპორის მცირე ჯგუფიც შეუერთდა. კონსტანტინოპოლიდან ჯვაროსნები დარდანელის სრუტით ანატოლიაში გადავიდნენ და აიღეს რუმის სასულთნოს მნიშვნელოვანი ქალაქი ნიკია. მცირე მუსულმანური რაზმების დამარცხების შემდეგ მათ გეზი ანტიოქიის ძლიერ ციხესიმაგრეზე მიმართეს. ერთ თვიანი მძიმე და სისხლისმღვრელი ალყის შემდეგ ქალაქი ევროპელმა რაინდებმა დაიკავეს. 1099 წელს ჯვაროსნები იერუსალიმის კედლებს მიადგნენ. ქალაქი რამდენიმე კვირაში დაეცა და აღთქმული მიწა ქრისტიანების ხელში გადავიდა. დაპყრობილ ტერიტორიაზე ჯვაროსნული ედესის, ანტიოქიის, ტრიპოლის და იერუსალიმის სამეფო სამთავროები დაარსდა. საქართველოს სამეფო კარი ყურადღებით აკვირდებოდა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს. დავითის მეფობის მე-10 წელს, სწორედ მაშინ, როცა ჯვაროსნებმა იერუსალიმი გაათავისუფლეს, საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა. თურქ-სელჩუკებს ხარკის გადახდა შეუწყვიტა და თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ქართული წყაროებიც ადასტურებენ. ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი. აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია და შეწევნითა ღმრთისათა, მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი.
და არ ღარა მისსა სულთანს ხარაჯა და თურქნი ვერ ღარა დაიზამთრებდეს ქართლს. დავით მეფის თანმიმდევრულმა მმართველობამ შედეგი გამოიღო. ქვეყანამ ისევ დაიბრუნა სახელმწიფოებრივი ღირსება და თურქთა ბატონობა წარსულს ჩაბარებულიყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხარკის შეწყვეტას არანაირი სადამსჯელო ლაშქრობა არ მოჰყოლია. იმპერია შიდა ომებით და ჯვაროსნებთან დაპირისპირებებით იყო დასუსტებული, რაც მეფეს დიდ უპირატესობას აძლევდა. მას მიეცა შესაძლებლობა საფუძვლიანად დაეგეგმა მომავალი სამხედრო კამპანიები. სახელმწიფოებრივი მთლიანობის აღსადგენად დავითმა პირველ რიგში კახეთ-ჰერეთისკენ მიმართა მზერა. ეს მხარე თითქმის 100 წლით იყო ჩამოცილებული ქართულ სამეფოს და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად არსებობდა. ამ წლებში კახეთ-ჰერეთის სამეფოს გამგებელი იყო კვირიკე მეოთხე, რომლის მმართველობას უკვე ეტყობოდა პოლიტიკური დაკნინება, თავად მისი ჯანმრთელობაც შერყეული იყო. სწორედ ამ ხელსაყრელ ვითარებაში მეფე დავითმა მოიხმო თავისი ერთგული სამეფო გვარდია, ტაძრეულები და ფეოდალთა ლაშქარი. 1003 წელს ქართული არმია კახეთ-ჰერეთის სამეფოში შეიჭრა და ზედაზნის ციხეს ალყა შემოარტყა. ეს სიმაგრე კახეთ-ჰერეთის სამთავროსა და თბილისის საამიროს საზღვარზე მდებარეობდა და რეგიონის მთავარი სტრატეგიული წერტილი იყო. იქ გამაგრებულმა გარნიზონმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო და ზედაზნის ციხე-სიმაგრე მალევე ჩაბარდა ქართველებს. ამ პერიოდში გარდაიცვალა კახეთ-ჰერეთის მმართველი კვირიკე, რის შემდეგაც სამეფო გვირგვინი მის ძმის სულ აღსართანს ერგო. ისტორიული წყაროების მიხედვით აღსართანი მეფობისთვის შეუფერებელი გამოდგა და არაერთხელ გამოავლინა უზნეო ქცევა. ამავე დროს დავით მეოთხე უკვე ჩამოყალიბებული ხელმწიფეა. იგი მკაცრად სჯის ურჩ ფეოდალებს, როგორც კლდეკარის ბაღვაშთა საერისთავოს, ისე ზედაზნის ციხის მფლობელებს, აბულეთის ძეების მაგალითებიც ხატყობს. თუმცა დავითის სიმკაცრე ყოველთვის სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა და არა პირად ანგარიშსწორებას. მისი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი საქართველოს გარეთაც, განსაკუთრებით კახეთ-ჰერეთის არისტოკრატიაში, სადაც დავითს აღიქვამდნენ როგორც განმანთავისუფლებელს. აღსართანის მმართველობის დაწყებისთანავე კახელმა ერისთავებმა იგი შეიპყრეს და მეფე დავითს მიჰგვარეს. შედეგად ამ მხარის პოლიტიკური ვითარება საბოლოოდ გადაწყდა. მალევე ქართულმა ჯარებმა ამ კუთხის ყველა ციხე-სიმაგრე, ქალაქი და დასახლება დაიკავეს. საბოლოო ჯამში კახეთ-ჰერეთი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა. დავითის მოქმედებები ბუნებრივია, ყველა ფეოდალისთვის არ იყო მისაღები. მოწინააღმდეგე კახელმა დიდებულებმა დახმარების სათხოვნელად სელჩუკთა ერთ-ერთ გავლენიან მოხელეს განძის ათაბაგს მიმართეს. რეგიონში საქართველოს გამოჩენა მის პოლიტიკურ გავლენას ზღუდავდა, ხოლო კახეთ-ჰერეთის შემოერთებით ქართველები უკვე უშუალოდ ესაზღვრებოდნენ განძის საამიროს. თავის მხრივ დავითის გააქტიურება თურქ-სელჩუკთა სულთანსაც აღიზიანებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ ხარკის გადახდა შეწყვიტა. ამიტომ სულთნის კარმა განძის ათაბაგს დააკისრა დავითის დასჯის საქმე და მას მრავალრიცხოვანი მხედრობაც გადასცა. თურქ-სელჩუკთა ძირითადი ძალის გარდა ათაბაგს შეუერთდნენ სხვა მუსლიმი მმართველები და კახეთ-ჰერეთის ფეოდალების ნაწილიც. საბოლოოდ შეიქმნა ერთიანი, საკმაოდ ძლევამოსილი გაერთიანებული არმია, რომელიც დავითის წინააღმდეგ დაიძრა განძის მმართველის მეთაურობით. ტრის რიცხობრივ უპირატესობას საქართველოს სამეფო კარმა კარგად გაწვრთნილი ქართული არმია დაუპირისპირა. დავით მეფეს თან ჰყავდა როგორც ფეოდალური ლაშქარი, ასევე დაქირავებული მეომრები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი პირადი სამეფო გვარდია, რომელიც საუკეთესო მებრძოლებით იყო დაკომპლექტებული. გვარდიის თითოეული წევრი სრულად აღჭურვილი, დისციპლინირებული და გამოცდილი ცხენოსანი იყო. ამ ელიტარულ ერთეულს ქართულ წყაროებში შემდგომ მონასპა ეწოდა. ქართველთა ლაშქარი მტრის გაერთიანებულ თურქულ ძალებს დღევანდელი საინგილოს ტერიტორიაზე ერწუხის ველზე დაუპირისპირდა. დავით მეფემ ბრძოლაში სრულიად ახალი ტაქტიკური მანევრი შემოიტანა. ფეოდალთა და დაქირავებულთა ლაშქარი მან პირდაპირ მტრის ცენტრალურ ნაწილს შეუსია, ხოლო ცხენოსან რაზმებს მუდმივი, სწრაფი და შოკური იერიშების შესრულება დაავალ. პატარა
მაგრამ მოხერხებული შობოსანი კავალერიის ჯგუფები სხვადასხვა ფლანგზე უეცრად ჩდებოდნენ, მტრის რიგებს არეიდებდნენ, შემდეგ კი მყისვე იცვლიდნენ მიმართულებას და ბრძოლის სხვა მხარეს გადადიოდნენ. სელჩუკთა ლაშქარი ტერორის ქვეშ მოექცა, მუდმივი მანევრირება აბნევდა თურქებს, მათი მწყობლი დაირღვა და ბრძოლის ტემპი სრულად ქართველთა მხარეს გადავიდა. დავით მეფეც უშუალოდ ჩაება ამ იერიშებში, ლომივით იბრძოდა და დაუნდობლად კაფავდა მტერს. ეს დღე ქართველთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ერწუხის ბრძოლა იყო პირველი სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტაკება, სადაც მეფემ საკუთარი სამხედრო ნიჭი და სტრატეგიული ხედვა სრულად წარმოაჩინა. ერწუხთან ისეთი საშინელი სისხლიც რა ყოფილა, რომ თავად ხელმწიფეც მთლიანად სისხლში იყო ჩაფლული. მის მხილველ ქართველებს ერთხანს ეჭვიწყლით გასჩენიათ თითქოს დავითით დაჭრილიყო. იმ დღეს მას 3 ცხენი მოუკლეს და მეოთხე სახას ზედამჯდომმან სრულყო მის დღისა ორი. აქედან მოყოლებული საქართველოს სამეფომ ბევრი ისეთი გრანდიოზული ნაბიჯი გადადგა, რომელმაც ქვეყანა იმდროინდელ წინა აზიასა და კავკასიაში ერთ-ერთ გავლენიან და მოწინავე სახელმწიფოდ აქცია. დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით ბაგრატ მეოთხის დროიდან, ქართული ეკლესია დიდგვაროვანთა ინტერესების ასპარეზად იქცა და ხშირად ეწინააღმდეგებოდა სამეფო ხელისუფლებას. მრავალი უსამართლობა და უკანონობა დამკვიდრდა ეკლესიის შიგნითაც. სწორედ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ მოუწია გალაშქრება მეფეს და მის მრჩეվել გიორგი ჭყონდიდელს. 1104 ან 1105 წელს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა რუის ურბნისის საეკლესიო კრების სახით. საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული კერაა. მეტიც, მრავალი საუკუნის განმავლობაში იგი მთელ აღმოსავლეთში უკანასკნელ ქრისტიანულ სახელმწიფოდ რჩებოდა. ქართული ფეოდალური კულტურის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს სწორედ ქრისტიანობა და ქართული ეკლესია წარმოადგენდა. იგი გადამწყვეტ როლს თამაშობდა დაქუცმაცებული სამთავროების გაერთიანებაში, ქართული ენის, სულიერი კულტურის, ეროვნული ხასიათისა და სახელმწიფოებრივი იდეის ჩამოყალიბებაში. ეკლესიას მუდამ ეკისრა უდიდესი ეროვნული მისია, თუმცა ისტორიის გარკვეულ ეტაპზე მასაც გადაუხვევია დანიშნული გზიდან. მე-11 საუკუნის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით კი დიდი თურქობის მძიმე ჟამმა უდიდესი ზიანი მიაყენა არამხოლოდ სამეფო ინსტიტუტებს, არამედ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც. სამეფო ხელისუფლების დასუსტებით ისარგებლეს უღირსმა სასულიერო პირებმა და დიდი გავლენა მოიპოვეს საეკლესიო იერარქიაში. ერში გამრავლებული მრავალი ცოდვა გარკვეულწილად მაშინდელ ქართულ ეკლესიაში არსებული უმძიმესი ვითარების გამოძახილი იყო. მაღალ საეკლესიო თანამდებობაზე ხშირად მხოლოდ დიდგვაროვნები ინიშნებოდნენ, ვინაიდან ღირსებას, საეკლესიო განათლებას და მორალურ სიმტკიცეს ყურადღება არ ექცეოდა. მაღალ საეკლესიო კათედრებზე ხშირად არაკეთილსინდისიერი და შემთხვევითი პირები ხვდებოდნენ. უფრო მეტიც, ბევრჯერ ეკლესია თვითონ გამხდარა ყოველგვარი უმსგავსობის წამომწყები და გამავრცელებელი. ამ და სხვა მრავალი მანკიერების აღმოსაფხრელად, მეფე დავითის ინიციატივით მოწვეულ იქნა დიდი საეკლესიო კრება. კრება სავარაუდოდ 1104 წელს ქართლში, სოფელ ურბნისის მახლობლად გაიმართა. ამ ისტორიულ მოვლენას ესწრებოდა არამხოლოდ უმაღლესი სასულიერო პირები, არამედ საერო ელიტა, დიდებულები და წარჩინებული მოხელეებიც. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ იოანესა და თავად მეფე დავითთან ერთად კრებას ესწრებოდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ ხელმწიფის უახლოესი მოკავშირე გიორგი ჭყონდიდელი, ყოფილი მეფე გიორგი მეორე, დიდი მოაზროვნე არსენ იყალთოელი, ბიზანტიის დედოფალი მართა ბაგრატიონი და სხვა გამოჩენილი ქართველები. საეკლესიო კრება რამდენიმე თვე გაგრძელდა და 1105 წლის შუახანებში დასრულდა. სამეფო ხელისუფლებამ მკაცრად დაუპირისპირდა ეკლესიის მაშინდელ მესვეურებს. დაძაბული წინააღმდეგობის შემდეგ დავითის მომხრეებმა გაიმარჯვეს და უღირსი პირები საბოლოოდ განკვეთეს ეკლესიიდან. ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდა ეკლესიის ავტონომია და იგი სამეფო ხელისუფლების ზედამხედველობას დაექვემდებარა. ამასთან ერთად კრებამ მიიღო უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო დადგენილებები.
მაგალითად, კაცრად აიგრძალა მართლმადიდებლის შეუღლება მწვალებელთან ან წარმართთან, ასევე აკრძალულ იქნა მონასტრებში სავაჭრო შეკრების მოწყობა და საერთოდაც ყოველგვარი ქალაქური თუ სოფლური წესის შემოღება. დადგინდა ქორწინების მინიმალური ასაკი, ისევე როგორც ეპისკოპოსად, მღვდლად და დიაკვნად კურთხევის ასაკობრივი ზღვარი. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მიღებული დადგენილებები სვეტიცხოველსა და რუისის ეკლესიის სვეტებზე ამოიტვიფრა, რათა მრევლი გასცნობოდა მათ. სხვათა შორის, აქედან მომდინარეობს სახელწოდება ძეგლის წერა. სახელმწიფოს საქმეების სამართავად დავითს ჰყავდა უმაღლესი მოხელეების ფართო წრე, ამირს პასალარი, სახურთ უხუცესი, მანდატურთ უხუცესი, მეჭურჭლეთ უხუცესი, წიგნობართ უხუცესი, მეჯინიბეთ უხუცესი, მდივანი და სხვა. საეკლესიო კრების შემდეგ მეფემ შექმნა ახალი თანამდებობა, გაერთიანა მწიგნობართ უხუცესისა და ჭყონდიდელის ინსტიტუტები. ეს უმაღლესი მოვალეობა დავითმა თავის ერთგულ თანამებრძოლსა და აღმზრდელს, გიორგი ჭყონდიდელს მიანდო. შედეგად ის სახელმწიფოში მეფის შემდეგ მეორე პირად იქცა. მის ხელში გადავიდა როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლების მმართველობა. მის ფუნქციაში შედიოდა სახელმწიფო უწყებების სრული კონტროლი და მეთვალყურეობა, ქვეყნის ხაზინის შემოწმება და სააჯო კარის ხელმძღვანელობა. რაც შეეხება სააჯო კარს, იგი დავით მეფის სარეფორმო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო და უმაღლეს სასამართლო დაწესებულებას წარმოადგენდა. დავითმა შექმნა მოსამართლეთა კოლეგიური ორგანო, რომლის საქმეში თავადაც არ ერეოდა. სააჯო კარს დაექვემდებარა ქვეყნის ყველა სხვა სასამართლო დაწესებულება, რის შედეგადაც მართლმსაჯულება ცენტრალიზებული გახდა და ადგილობრივი ფეოდალების გავლენისაგან გათავისუფლდა. სააჯო კარის მთავარი დანიშნულება იყო უბრალო ხალხის დაცვა. თუ ვინმე ცხოვრობდა დიდი ფეოდალის სამფლობელოში, განიცდიდა შევიწროებას და იცოდა, რომ ადგილობრივი სასამართლო ვერ დაიცავდა, მას შეეძლო პირდაპირ მიემართა სააჯო კარისთვის. ამგვარად, დავითმა შექმნა სამართლიანობის გარანტია და მოსახლეობა ფეოდალური თვითნებობისაგან დაიცვა. დავითის მეფობისას საქართველო ძლიერების უმაღლეს საფეხურზე ავიდა. კახეთ ჰერეთის შემოერთებასთან, ურჩი ფეოდალებისა თუ უღირსი სასულიერო პირების დასჯასთან ერთად ქვეყანაში მიმდინარეობდა მასშტაბური აღმშენებლობა. იგებოდა და ნახლდებოდა ტაძრები, მონასტრები, საზოგადოებრივი შენობები, ხიდები, გზები, ფუნდუკები და სარწყავი არხები. დავითის დროინდელ საქართველოში, როგორც ჩანს, არსებობდა არაერთი უმაღლესი სასწავლებელი და აკადემია, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი გელათს ერგო. 1106 წელს ქუთაისთან ახლოს დაიწყო გელათის ტაძრისა და აკადემიის მშენებლობა. უპირველეს ყოვლისა, გელათის აკადემიისთვის საჭირო იყო მეცნიერების და სწავლულების მოძიება. დავითი მათ განსაკუთრებული სიფრთხილით და მაღალი კრიტერიუმებით არჩევდა. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა დავითის მამიდამ, ბიზანტიის ქართველმა დედოფალმა მართა ბაგრატიონმა. დავითის მთელი მეფობის განმავლობაში ის საქართველოს მთავარი მოკავშირე იყო საზღვარგარეთ. ცნობილია, რომ დედოფალი მონაწილეობდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაში, ასევე მფარველობდა ბიზანტიაში არსებულ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს. სწორედ მართა დედოფლის ხელშეწყობით დავითმა აკადემიისთვის ბიზანტიიდან მოიწვია ბერძენი და ქართველი სწავლულები. მალე აკადემიაში თავი მოიყარეს ერთ-ერთმა საუკეთესო მოაზროვნეებმა, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია იოანე პეტრიცს და არსენ იყალთუელს. გელათის აკადემიაში, ისევე როგორც იმდროინდელ მოწინავე ბიზანტიურ სკოლებში, ისწავლებოდა მეცნიერების 7 ძირითადი დარგი: გრამატიკა, რიტორიკა, ფილოსოფია, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია. მართა დედოფლისა და მეფე დავითის ხელშეწყობით აკადემიის საუკეთესო კურსდამთავრებულებს ბიზანტიაში გზავნიდნენ განათლების გასაგრძელებლად. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის სწორედ ბიზანტია იყო მთელს მსოფლიოში საუკეთესო საგანმანათლებლო ცენტრი. გელათის აკადემიამ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ინტელექტუალურ და სულიერ აღორძინებაში. ეს სამეცნიერო საგანმანათლებლო კერა მალევე იქცა მეცნიერების, ფილოსოფოსებისა და მოაზროვნეების ცენტრად, რაც განსაზღვრავდა ქვეყნის კულტურულ პოლიტიკას მომავალი ასწლეულების განმავლობაში. ამ უმნიშვნელოვანესი როლის გამო უსაფუძვლო არ არის მემატიანის შეფასება, რომელმაც გელათს მეორე იერუსალიმი და ახალი ათენი უწოდა. ამრიგად, მეფე დავით მეოთხემ
20 წელზე ნაკლებ დროში მოახდინა სახელმწიფოს ძირეული გარდაქმნა. საქართველო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით განმტკიცდა, არამედ სულიერ კულტურულ აღორძინებასაც მიაღწია. რუის ურბნისის კრებით ეკლესიამ დაიბრუნა მორალური ავტორიტეტი. სააჯო კარის შექმნით ჩამოყალიბდა სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა, ხოლო გელათის აკადემიამ საფუძველი ჩაუყარა ეროვნული განათლებისა და მეცნიერების ახალ ეპოქას. დავითის მიერ შექმნილი ძლიერი სახელმწიფო აპარატი, გაერთიანებული ქართული ეკლესია, სამართლიანი სასამართლო სისტემა და ინტელექტუალური ელიტა იყო მტკიცე წინაპირობა მომდევნო ისტორიული ნაბიჯებისთვის. სწორედ აქედან იწყება საქართველოს საბოლოო გაერთიანების ეტაპი და თურქ-სელჩუკთა ძალებთან აქტიური ბრძოლის პერიოდი. მას შემდეგ, რაც საქართველოს სამეფო გაფართოვდა, გაძლიერდა და განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა, დავით მეფის მარბიელი ლაშქრობების მასშტაბებით საგრძნობლად გაიზარდა. მეფე და მისი ერთგული რაზმები ქვეყნის საზღვრისპირა მხარეებში რეგულარულად ახორციელებდნენ იერიშებს და მტერს მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ. მემატიანის გადმოცემით, ერთხელ დავით შეატყობინეს, რომ განძიდან შემოსულ სავაჭრო ქარავანს სელჩუკთა მრავალრიცხოვანი რაზმი შემოჰყვა თბილისში. მეფემ მტრის გამოსატყუებლად სტრატეგიულ ხრიკს მიმართა. ავჭალაში 300 მეომარი ჩაასაფრა, ხოლო 15 კაციანი რაზმი ლოჭინის ხევში გაგზავნა სელჩუკთა პირუტყვის გამოსარეკად. დავითის გათვლით, მტერი ნახიდის დასაბრუნებლად ქალაქიდან მდევარს გამოუშვებდა. სანამ მტერი გამოჩნდებოდა, დავითი იქვე, განცალკევებით, წიგნის კითხვამ გაიტაცა. მეფე თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ხელმწიფედ ითვლებოდა, რასაც მისი სახელმწიფოებრივი რეფორმებიც ადასტურებს. მისი წიგნისადმი განსაკუთრებული სიყვარული საყოველთაოდ ცნობილი იყო. ლაშქრობებსა თუ ხანგრძლივი მგზავრობისას მასთან დაქონდა მცირე ბიბლიოთეკა, რომელიც ჯორებსა და აქლემებზე იყო აკიდებული. ის ყოველ თავისუფალ წუთს კითხვას უთმობდა, თუმცა წიგნისადმი ამგვარი გადაცება იმ დღეს კინაღამ საბედისწერო გამოდგა. დავითი ისე ჩაეფლო კითხვის პროცესში, რომ გაუცნობიერებლად საფარს საგრძნობლად დაშორდა. მეფე მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როდესაც ბრძოლის ხმა შემოესმა. ქალაქიდან გამოსული 100 კაციანი რაზმი ქართველ მებრძოლებს წამოსწეოდა და უთანასწორო შეტაკება გაჩაღებულიყო. ჩასაფრებული ძირითადი ძალების მოხმობის დრო აღარ იყო, ამიტომ მეფე თავის მცირე ჯგუფთან ერთად ელვისებურად ჩაება ბრძოლაში. იმ დღეს ქართველებმა არა მხოლოდ შეძლეს სელჩუკთა შეკავება, არამედ თითქმის მთლიანად გაანადგურეს მტრის რაზმი. გაქცევა მხოლოდ რამდენიმე მეომარმა მოახერხა. ბრძოლის სისასტიკეზე მეტყველებს მემატიანის ერთი სიმბოლური დეტალი. დავითის ხმალი ხშირი და ძლიერი დარტყმებისგან ისე იყო დაგრეხილი, რომ ქარქაში აღარ ჩადიოდა. თურქ-სელჩუკთა სამეფო კარი, ისევე როგორც მომთაბარე ტომთა ბელადები დავითის ყოველ ნაბიჯს განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდებოდნენ. მტერი მუდამ ფხიზლობდა, თუ კი შეიტყობდნენ მეფის სიახლოვეს, ისინი დაუყოვნებლივ ტოვებდნენ ტერიტორიას და თავს არიდებდნენ შეტაკებას. სრულიად განსხვავებულად იქცეოდნენ მაშინ, როდესაც მეფე ლიხსიქით დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა. ასე დროს სელჩუკები თამამ მოქმედებაზე გადადიოდნენ და დაუყოვნებლივ ესხმოდნენ თავს ქართულ დასახლებებს. დავითი მტრის ამ ფსიქოლოგიურ ფაქტორს ოსტატურად იყენებდა. ხშირად იგი შეგნებულად ტოვებდა ქართლს და იმერეთში გადადიოდა, რათა მტერს სიფრთხილე დაეკარგა. ამის შემდეგ კი მოულოდნელად ბრუნდებოდა, სწრაფი იერიშით ესხმოდა თავს მტერს და გამანადგურებელ დარტყმას აყენებდა. ასე მოიქცა მეფე დავითი 1110 წელსაც. მან კვლავ მიმართა მისთვის დამახასიათებელ გამოცდილ ტაქტიკას და გაავრცელა ხმები თითქოს დასავლეთ საქართველოში, იმერეთში გადადიოდა სახელმწიფო საქმეების მოსაგვარებლად. მეფის არყოფნით დაიმედებულმა მტერმა სიფრთხილე მოადუნა. სინამდვილეში დავითმა ქართული ლაშქარი აღმოსავლეთ საქართველოში ფარულად დატოვა. არმიის სარდლობა ქვეყნის პირველ ვეზირს, გიორგი ჭყონდიდელს დაევალა. მის დამხმარე მეთაურებად დასახელდნენ გიორგი ჭყონდიდელის დისწული თევდორე,
თრიალეთისა და კლდეკარის მმართველი აბულეთი და ივანე ორბელი. ლაშქარი უჩუმრად ყველასთვის შეუმჩნევლად შეიკრიბა და ღამით მოულოდნელი იერიში დაესხა თავს სამშვილდის ციხესიმაგრეს. ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგი ჭკონდიდელის ბრძანებით ვაჭრებისა და ხელოსნების სახით ციხეში წინასწარ შეაღწია მეომართა მცირე ჯგუფმა. მათი ამოცანა თავდასხმის მომენტში ციხის ჭიშკრის შიგნიდან გაღება იყო. სწორედ ამგვარად, როდესაც ქართველთა შეტევა დაიწყო, ციხე შიგნიდან გადყდა და სამშვილდის სიმაგრე, ისევე როგორც მისი მიმდებარე ტერიტორიები, საქართველოს სამეფოს მფლობელობაში გადავიდა. სამშვილდის აღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, არა მისი მტკიცე კედლებისა თუ სავაჭრო გზებზე მდებარეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ იგი თბილის სამხრეთიდან კეტავდა და ფაქტობრივად ბლოკადაში აქცევდა მას. ამასთანავე, ეს ოპერაცია ნიშნავდა საქართველოს სამეფოს მიერ სელჩუკთა იმპერიის გავლენის სფეროში შეჭრას და არსებული საზღვრების დარღვევას. თუკი კახეთის შემოერთებასა და ხარკის შეწყვეტაზე იმპერიამ დაგვიანებით მოახდინა რეაგირება, სამშვილდის დაკარგვას ელვისებურად უპასუხეს და სულთან მუჰამედ პირველის ბრძანებით საქართველოში მრავალ ათასიანი არმია გამოიგზავნა. როდესაც მსტოვრებმა მეფეს მტრის მოახლოება აცნობეს, დავითი ნაჭარ მაგევის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. სამეფო დარბაზმა მეფეს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება ურჩია, რათა ერთიანი ქართული ლაშქრით შეხვედროდნენ სულთნის ჯარს. თუმცა დავითმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. იმ მომენტში მის განკარგულებაში დაახლოებით 1500 მეომარი იმყოფებოდა და სწორედ ამ მცირე ძალით გადაწყვიტა მტრის შეჩერება. ქართულმა ლაშქარმა მთელი გზა ღამის საფარქვეშ გაიარა და თრიალეთის ქედის მისადგომებთან წინასწარ დაიკავა სტრატეგიული მაღლობები. ამით დავითმა მტერს ქართლის ვაკისკენ მიმავალი გზა გადაუჭრა. შეტაკება მოულოდნელი და სასტიკი გამოდგა. შემაღლებული პოზიციებიდან ქართველები მტერს ისრებისა და შუბების წვიმას აყრიდნენ. იყენებდნენ ლოდებსაც. გრძელი გზით დაღლილ სელჩუკებს ბრძოლა უკიდურესად არახელსაყრელ რელიეფზე მოუწიათ. მიუხედავად აშკარა რაოდენობრივი უპირატესობისა, მტერმა ვერ გაუძლო დავითის მიერ მოხერხებულად განლაგებული ძალების ზეწოლას და უკან დაიხია. საინტერესო დეტალს გვაწვდის მემატიანე. დავითს თავდაპირველად უჭირდა დაჯერება, რომ მცირე ძალებით ასეთი დიდი არმიის დამარცხება შეძლო. იგი ბრძოლის ველზე მეორე დღემდე დარჩა, მტრის შესაძლო კონტრშეტევის მოლოდინში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზვერვა მტრის სრული უკან დახევა დაადასტურა, მეფეს საბოლოოდ დარწმუნდა ბრწყინვალე გამარჯვებაში. თრიალეთთან მოპოვებულმა გამარჯვებამ სელჩუკთა იმპერიას რამდენიმე წლით მოუსპო საქართველოს წინააღმდეგ მსხვილი სამხედრო ძალებით გამოსვლის შესაძლებლობა. ამ სტრატეგიულმა პაუზამ დავითს საშუალება მისცა კიდევ უფრო საფუძვლიანად დაეგეგმა მომავალი სამხედრო კამპანიები. პირველ ეტაპზე მეფე ახლად შემოერთებული რეგიონების ადმინისტრირებასა და გამაგრებაზე ზრუნავდა. პარალელურად მიმდინარეობდა სამხედრო პოტენციალის ზრდა. იქმნებოდა ახალი, ძლავრი საალყო მანქანები და იწვრთნებოდა ლაშქარი თითოეული იერიშებისთვის. დავითი მოთმინებით ელოდა ხელსაყრელ მომენტს. 1115 წელს დავითმა კვლავ გამოიყენა სამშვილდის ოპერაციისას გამოცდილი ტაქტიკა. სანამ სელჩუკები მეფის მცხეთაში ყოფნით იყვნენ დაიმედებულნი, ქართულმა ლაშქარმა ელვისებური იერიში დაიღო თბილისის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქი რუსთავი. რუსთავის განთავისუფლებას ქვემო ქართლის სხვა სტრატეგიული ციხესიმაგრეების ერთი მეორის მიყოლებით დაკავება მოჰყვა. ამ გამარჯვებებს ჰქონდა ერთი უმთავრესი მიზანი: თბილისის იზოლაცია. რუსთავისა და სამშვილდის დაკარგვით თბილისის მუსლიმური საამირო ფაქტობრივ ბლოკადაში აღმოჩნდა. ქალაქი მოწყდა თავის მომარაგებელ არტერიებს, რამაც მისი შემოერთება მხოლოდ დროის საკითხად აქცია. საქართველო დიდი გამარჯვების ზღვრულზე იდგა. 1116 წლის მკაცრ და ცივ ზამთარში საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ პროვინციებს სელჩუკთა მომთაბარე ტომები მოულოდნელად დაესხნენ თავს.
მტერმა ააოხრა ქართველთა დასახლებები, მოსახლეობის ნაწილი დაიმონა, ნაწილი კი სრულიად გაჟლიტა. სელჩუკებმა დაიკავეს სტრატეგიული სიმაღლეები და იქ დაიბუდეს, რაც მთელ რეგიონს მძიმე საფრთხის წინაშე აყენებდა. ეს თავდასხმა ქუთაისის სამეფო კარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. იმ ეპოქაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მომთაბარეები ზამთრის ყინვაში, მით უმეტეს მაღალბთიან ტაოში, ფართო მასშტაბიან იერიშს გაბედავდნენ. ტრის გათვლა მარტივი იყო. მიუვალი დათოვლილი ქედების იმედად, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქართველები საპასუხო მოქმედებებს მხოლოდ გაზაფხულზე თოვლის დნობის შემდეგ დაიწყებდნენ. თუმცა დავითმა კვლავ დაამტკიცა, რომ მისი სამხედრო ტაქტიკა ცდებოდა იმდროინდელ სტანდარტებს. მან საიდუმლო მობილიზაცია გამოაცხადა. ქართლისა და მესხეთის ლაშქარი ფარულად შეჰყარა, თავად კი ტრის ყურადღების გადასატანად ქუთაისში გადავიდა და იმერეთის ჯარი შეკრიბა. მეფის გეგმა კოორდინირებულ დარტყმას ითვალისწინებდა. მან მესხურ და ქართლურ შენაერთებს უბრძანა დათქმულ დროს სხვადასხვა მიმართულებიდან შეჭრილიყვნენ ტაოში, თავად კი იმერეთის ლაშქრით სხვა მიმართულებით დაიძრა. თებერვალში სამივე ქართული არმია ტაოში იმ ადგილას შეიკრიბა, სადაც თურქები იყვნენ გამაგრებულნი. ქართველებმა ტრის ბანაკს ალყა შემოარტყეს. შემოსეულებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ქართული ლაშქარი ზამთრის ყინვაში თოვლით დაფარულ, ბნელ და მიუვალ მთებში ასეთ მოკლე დროში შეძლებდა გადაადგილებას. ღამით, როცა თურქები ლხენის შემდეგ ძილს მისცემოდნენ, დავით მეფემ იერიშის ბრძანება გასცა. შეტევა მოულოდნელი და დაუნდობელი აღმოჩნდა. გათენებამდე ქართველებს არც ერთი თურქი დაუტოვებიათ ცოცხალი. სამეფო არმიამ სრულად გაანადგურა შემოსული ძალა და მათი მთელი ალაფი ხელში ჩაიგდო. ტაოში მოპოვებული გამარჯვება მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. 1117 წელს ქართულმა მხედრობამ სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლა. მოკლე დროში ქართველებმა აიღეს უმნიშვნელოვანესი ქალაქი გიში, რასაც მალევე მოჰყვა ქალაძორის დაკავებაც. მომდევნო წელს საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შევიდა ლორე და აგარანი, რითაც დავით მეფემ ქვემო ქართლისა და მეზობელი რეგიონების კონტროლი არსებითად გაამყარა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აგარანის ციხის აღება, რაც ქართული სამხედრო ხელოვნების ტრიუმფად იქცა. აგარანის ციხის სტრატეგიული მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ თავის დროზე დავითის პაპა ბაგრატ მეოთხე მის დასაკავებლად 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა უმძიმეს ალყას. დავითმა ეს ციხე-სიმაგრე სულ რაღაც 1 დღეში აიღო. ამავე პერიოდში მეფეც სადაც კი თურქულ რაზმებს გადააწყდებოდა, ყველგან ამარცხებდა მათ და დაუნდობლად ანადგურებდა მტრის ძალებს. ასეთივე დასასრული ჰქონდა თურქთა შემოსევას რახსის ბრძოლაში, სადაც ქართული ლაშქრის სწრაფმა და კოორდინირებულმა მოქმედებამ შემოჭრილი არმია სრულად გაანადგურა. ბრწყინვალე სამხედრო კამპანიებისა და ქმედითი რეფორმების პარალელურად მეფე დავით მეოთხე დიდ ყურადღებას უთმობდა საგარეო პოლიტიკას, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით. საქართველოს სამეფოს აღზევების კვალდაკვალ აუცილებელი იყო ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის განმტკიცება და ძლიერი მოკავშირეების შეძენა. ამ ეპოქაში დიპლომატიის უმთავრეს ინსტრუმენტს სამეფო ქორწინებები წარმოადგენდა. დავითის პირადი ცხოვრების შესახებ ისტორიული ცნობები მწირია. მისი პირველი მეუღლის ვინაობა დღემდე ისტორიკოსთა დავის საგანია, რადგან ქართული პირველწყაროები მას არ ახსენებენ. თუმცა სომეხი ისტორიკოსის მათე ურჰაელის ცნობით, იგი სომეხ დიდგვაროვანთა წრიდან იყო და ქართველ მეფეს დაახლოებით 1089 წელს შერთეს. ამ ქორწინებიდან დავითს 3 შვილი შეეძინა. ტახტის მემკვიდრე უფლისწული დემეტრე და ასულები თამარი და კატაი.
საგარეო პოლიტიკური კავშირების გასამყარებლად დავითმა აქტიურად გამოიყენა დინასტიური ქორწინებები მუსლიმურ სამთავროებთან, კერძოდ კი შირვანთან კეთილმეზობლური ურთიერთობისა და სამხედრო კავშირის დასამყარებლად. მან თავისი უფროსი ასული თამარი შირვან-შაჰის მემკვიდრეს მანუჩარს მიათხოვა. კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ შირვანი საქართველოს უშუალო მეზობელი გახდა, რის გამოც ამ ურთიერთობას განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. მეფის მეორე ასული კატაი 1016 წლისთვის ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსის უმცროს ვაჟზე ისაკზე დააქორწინეს, რაც ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობების განმტკიცებას ემსახურებოდა. თუმცა თუ ბიზანტიასთან ქორწინებით დამყარებული კავშირი წარმატებული აღმოჩნდა, შირვანის შემთხვევაში ეს პოლიტიკა სრულად ვერ გამართლდა. შირვან-შაჰის მერყევმა პოლიტიკამ დავითი აიძულა აქტიურ სამხედრო მოქმედებებზე გადასულიყო. ქართველებმა რამდენიმეჯერ დალაშქრეს შირვანი და მის ციხე-ქალაქებში ქართული გარნიზონები ჩააყენეს. ამ ბრძოლებში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი უფლისწულმა დემეტრემ. მას ბავშვობიდანვე ამზადებდნენ სამეფო ტახტისთვის, წვრთნიდნენ საომარ ხელოვნებასა და სახელმწიფო მართვაში. დემეტრე ჯერ კიდევ ყმაწვილობისას წარუძღვა ლაშქარს შირვანში, ელვისებური იერიშით აიღო ციხე-ქალაქი ქალაძორი და მეფეს ურიცხვი ალაფითა და ტყვეებით წარუდგა. მემატიანის აღფრთოვანებული სიტყვებით მან ქმნა ომნი საკვირველნი, რომლითაგან აკვირვნა ხილველნი და მსმენელნი. დავითის გამეფებამდე საქართველოს ეკონომიკა ღრმა კრიზისს განიცდიდა. დიდი თურქობის შედეგად განადგურებული იყო ხელოსნური წარმოება, საგარეო ვაჭრობა კი მინიმალურ დონეზე იყო დაყვანილი. ქვეყნის მეურნეობა თითქმის მთლიანად სოფლის მეურნეობაზე, მებაღეობაზე, მევენახეობასა და მესაქონლეობაზე იყო დაფუძნებული. თუმცა ძლიერი ფეოდალური სახელმწიფოს მშენებლობისთვის მხოლოდ აგრარული სექტორის საკმარისი არ იყო. ქვეყანას სჭირდებოდა განვითარებული ქალაქები და საერთაშორისო სავაჭრო კავშირები. მეფე დავითმა დაიწყო ქალაქების მიზანმიმართული რეაბილიტაცია და მათი მოსახლეობით შევსება. მისი მიზანი იყო ხელოსნობისა და ვაჭრობის სტიმულირება იმ რეგიონებში, რომლებიც ომიანობის გამო დაცარიელებული იყო. ამ სტრატეგიის ფარგლებში 1118 წელს დავითმა ქალაქ გორში ჩაასახლა ებრაელთა თემები და სელჩუკთაგან დევნილი სომხური მოსახლეობა. ამ ნაბიჯს მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა. ქალაქებში გამოცოცხლდა ეკონომიკური ცხოვრება, გაიზარდა ხელოსნური წარმოება, განვითარდა სავაჭრო კავშირები და თანდათან ჩამოყალიბდა ძლიერი ქალაქური ფენა. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად დაიწყო საქართველოში ფართო მასშტაბიანი ურბანული წინსვლა, რომელმაც სამეფოს ეკონომიკური საფუძვლები გაამტკიცა და სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესს ყარის საყრდენი შეძინა. დავითმა შეძლო დაეძლია ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია და საქართველო კვლავ აქცია რეგიონის მნიშვნელოვან სავაჭრო კვანძად. საქართველოს გავლენა უკვე სცილდებოდა კავკასიას. დავითს ჭიდრო კავშირი ჰქონდა ძველ რუსეთთან, სომხეთთან, ჯვაროსნებთან და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან, მათ შორის ყივჩაღებთან, რომელთა მიმართაც დავით მეფეს ისტორიული მნიშვნელობის გეგმები ჰქონდა. მე-12 საუკუნის 10-იანი წლების მიწურულს საქართველოს სამეფო რეგიონის უპირობო დომინანტად იქცა. ქვეყნის საზღვრები მრავალჯერ გაიზარდა, ეკონომიკა, ხელოსნური წარმოება და სოფლის მეურნეობა აღმავლობის გზას დაადგა. შენდებოდა ტაძრები, ხიდები და სარწყავი სისტემები. ახლდებოდა ომიანობისგან დაცლილი სოფლები და ქალაქები. თუმცა ამ მასშტაბურ წარმატებას თან ახლდა კრიტიკული გამოწვევა, ადამიანური რესურსის დეფიციტი. მართალია, ქართული ლაშქარი ფაქტობრივად ნულიდან აღდგა, მოიპოვა დაუმარცხებელი არმიის სტატუსი და ათეულობით სტრატეგიული ციხესიმაგრე გაათავისუფლა, მაგრამ მისი რაოდენობრივი მაჩვენებელი იმპერიული ამბიციების შესაბამისი არ იყო. საქართველო უკვე ღრმად იყო შეჭრილი შირვანისა და სომხეთის ტერიტორიებზე. მეფემ მრავალი სტრატეგიული რეგიონი დაიმორჩილა, თუმცა დაპყრობა ერთია, ხოლო მისი შენარჩუნება სრულიად სხვა ამოცანა.
თითოეულ აღებულ ციხესიმაგრეში აუცილებელი იყო მუდმივი გარნიზონის დატოვება, რაც რეგულარული არმიის რაოდენობას ამცირებდა. ფართომასშტაბიანი კამპანიების დროს მეფე კვლავ იძულებული ხდებოდა დაყრდნობოდა ფეოდალურ ლაშქარს. ეს უკანასკნელი კი დაკავშირებული იყო დროსთან, დიდ ფინანსურ ხარჯებთან და რაც მთავარია, მობილურობის ნაკლებობასთან. მომთაბარე სელჩუკების წინააღმდეგ ომში კი სისრაფე და ელვისებური მანევრირება გადამწყვეტი კომპონენტები იყო. ამ ვითარებაში ცხადი გახდა, რომ სახელმწიფოს სჭირდებოდა ახალი ტიპის სამხედრო ძალა, სწრაფი, მობილური და მოქნილი. ისეთი, რომელიც თავად მომთაბარეთა ტაქტიკას დაემსგავსებოდა და მომავალ სამხედრო კამპანიებში გადამწყვეტ როლს შეასრულებდა. საქართველოს სამეფო კარმა ყურადღება კავკასიის ქედის მიღმა მცხოვრებ ყივჩაღებზე შეაჩერა. ეს თურქული მოდგმის წარმართი მომთაბარე ხალხი იყო. თურქ-სელჩუკებთან შედარებით ისინი არც რიცხობრივად გამოირჩეოდნენ და არც ვრცელ ტერიტორიებს ფლობდნენ. კიევის რუსეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებების შედეგად ყივჩაღდა მნიშვნელოვანი ნაწილი ბრძოლებში განადგურდა. გადარჩენილები კი მუდმივი სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. მიუხედავად ამისა, ყივჩაღები იდეალურ სამხედრო რესურსს წარმოადგენდნენ. მათი მობილურობა, გამძლეობა და ცხოვრების წესი სრულად პასუხობდა იმ გამოწვევებს, რაც სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლა სჭირდებოდა. ყივჩაღები უბადლო მხედრები და გამოცდილი მეომრები იყვნენ, რომელთათვისაც პაპანაკება სიცხე, ქარბუქი თუ კოკისპირული წვიმა ბრძოლაში ხელშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენდა. ქუთაისის სამეფო კარმა საგულდაგულოდ აწონდაწონა ყველა რისკი და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ დავითის ელჩები ყივჩაღთა ერთ-ერთ ბელადს ათრაკას შეხვდნენ. საქართველო ყივჩაღებს თავაზობდა ვრცელ საძოვრებსა და მტრის მიწებზე თარეშის უფლებას, სადაც მოპოვებული ალაფი სრულად მათ საკუთრებაში დარჩებოდა. სანაცვლოდ ათრაკს უნდა ეღიარებინას საქართველოს მეფის უზენაესობა და უზრუნველყო მუდმივი სამხედრო მხარდაჭერა. ათრაკას ტომი იმხნად კიევის რუსეთისგან იდევნებოდა, საძოვრების შეზღუდული ჰქონდა და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც დავითის წინადადება მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ალიანსის განსამტკიცებლად დავითმა ცოლად შეირთო ათრაკას ასული, რომელსაც ქართული წყაროები გურან-დუხტის სახელით იცნობენ. ყივჩაღთა ჩამოსასახლებლად აუცილებელი იყო უსაფრთხო დერეფნის შექმნა. ამ მიზნით დავით მეფე თავის უახლოეს მრჩეველთან, გიორგი ჭყონდიდელთან და ქართულ ლაშქართან ერთად ოსეთში გაემგზავრა. დიპლომატიური და სამხედრო ზეწოლით ოსეთის საქართველოს პროტექტორატის ქვეშ მოექცა, ხოლო კავკასიის ქედზე გამავალი ყველა მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე ქართული სახელმწიფოს კონტროლქვეშ გადავიდა. სწორედ ამ გზით შემოვიდნენ ყივჩაღთა ტომები საქართველოში. ისტორიული წყაროები საქართველოში შემოსულ ყივჩაღთა რაოდენობას 40,000-ით ასახელებენ, რაც დემოგრაფიული გათვლებით 150,000-ზე მეტ ადამიანს გულისხმობს. ბევრად რეალურია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში გადმოვიდა დაახლოებით 10,000-მდე მეომარი, რაც ოჯახებით ურთ დაახლოებით 40,000 ადამიანს შეადგენდა. ეს რაოდენობა სავსებით შეესაბამებოდა ეპოქის მასშტაბებსა და საქართველოს სამეფოს მიერ მათი შენახვის შესაძლებლობებს. უნდა აღინიშნოს, რომ ათრაკა არ იყო ყივჩაღთა მთლიანი გაერთიანების მეთაური. იგი ერთ-ერთი ტომის თანაწინამძღოლი იყო. ნიშანდობლივია, რომ დავით მეფემ ყივჩაღების საქართველოს ტერიტორიაზე კომპაქტურად არ დაასახლა. ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრის მთელ ზოლზე განლაგდნენ, იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა თითქმის დაცლილი იყო და ვრცელი ველები არსებობდა მომთაბარე ცხოვრებისათვის. სწორედ აქ უნდა მიეღოთ მათ მარბიელი ურდოების პირველი დარტყმები და დაეცვათ ქვეყნის საზღვრები. ამავე დროს ყივჩაღებს შეეძლოთ თავადაც გადაეტანათ ბრძოლა მტრის ტერიტორიაზე და დაერბიათ სელჩუკთა მიწები. აუცილებელია ითქვას, რომ ყივჩაღთა საქართველოში ჩამოსახლება ეთნიკურ ასიმილაციას არ ნიშნავდა. ისინი არ შერევიან ქართულ მოსახლეობას. მოგვიანებით, დავითის გარდაცვალების შემდეგ, ყივჩაღთა უდიდესი ნაწილი კვლავ დაუბრუნდა კავკასიის ქედს მიღმა მდებარე სტეპებს. ამავე ისტორიული პროცესის დროს, როდესაც ყივჩაღები საქართველოს ტერიტორიებზე სახლდებოდნენ, დავით მეფემ ყველაზე მძიმე დანაკარგი განიცადა.
1118 წელს, როცა მეფე და მისი დელეგაცია ჩრდილოეთ კავკასიაში ყივჩახთა გადმოსახლების პროცესს ხელმძღვანელობდა, დავითს ხელიდან გამოეცალა თავისი უპირველესი დასაყრდენი, მასწავლებელი და მრჩეველი გიორგი ჭყონდიდელი. როგორც ჩანს, ხანდაზმულმა ვეზირმა ხანგრძლივ და რთულ მგზავრობას ვერ გაუძლო. მეფის მწუხარება უსაზღვრო იყო, მემატიანე გადმოგცემს. იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითარცა მამა და უმეტესცა მამისა. ყივჩახთა ჩამოსახლებით საქართველომ მიიღო მძლავრი და მანევრული სამხედრო ძალა. ამასთან ერთად განსაკუთრებით გაძლიერდა მეფის პირადი გვარდია, მონასპა, რომლის რაოდენობამაც 5000 რჩეულ მეომარს მიაღწია. შედეგად, საქართველოს სამხედრო პოტენციალი რამდენჯერმე გაიზარდა. ქართველთა და ყივჩახთა გაერთიანებული ლაშქარი პრაქტიკულად უკონკურენტო ძალად იქცა. ამ გაერთიანებული ძალით დავით მეფე შიშის ზარს სცემდა მთელ რეგიონს, განსაკუთრებით კი თურქ-სელჩუკთა სამფლობელოებს. მხოლოდ 1120 წელს დავითმა 1000-მდე ბრძოლაში სძლია სელჩუკებს და აიღო ისეთი სტრატეგიული ქალაქები, როგორიცაა ბარდავი და ყაბალა. თბილისის მუსლიმური საამიროს გარშემო რკალი საბოლოოდ შეიკრა. საამირომ დაკარგა თითქმის ყველა ტერიტორია და მისი ძალაუფლება მხოლოდ ქალაქის კედლებით შემოიფარგლებოდა. მისი ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო. საამიროს ერთადერთ იმედად ახლო აღმოსავლეთში მიმოფანტული ელჩები რჩებოდნენ. მათი დახმარებით მზადდებოდა ისლამური სამყაროს გიგანტური კოალიციური ლაშქარი, რომლის მიზანიც საქართველოს სრული განადგურება და დავითის ამბიციების სამუდამოდ დასამარება იყო. მე-12 საუკუნის მეორე ათწლეულის მიწურულს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ რუკაზე ახალი, უძლეველი სახელმწიფო გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც მეფე დავითმა ყივჩახთა ტომები მოიმხრო, საქართველოს სამეფოს სამხედრო პოტენციალმა, ისევე როგორც მისმა ამბიციებმა, მკვეთრად გადალახა მანამდე არსებული საზღვრები. 1120 წლისთვის დავითის სამხედრო კამპანიები უკვე აღარ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საზღვრისპირა რეგიონებით. ქართული ლაშქარი ღიად იჭრებოდა მოწინააღმდეგის ტერიტორიებზე და იქ შიშსა და კრძალვას თესავდა. საქართველოს სამხრეთით მდებარე მუსლიმური საამიროები ერთი მეორის მიყოლებით აღმოჩნდნენ მძიმე საფრთხის წინაშე, თუმცა მათ შორის ვერც ერთი ვერ შეედრებოდა თბილისის საამიროს მდგომარეობას. თბილისი კუნძულივით იყო ჩაფლული საქართველოს ტერიტორიებში. ქალაქის გარშემო ქართული ძალები ყოველდღიურად ამკაცრებდნენ რკალს, ხოლო კედლებს მიღმა მცხოვრები მოსახლეობა მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა. ნათელი ხდებოდა, რომ გარდაუვალი იყო მომენტი, როდესაც დავით მეფე მთელ თავის სამხედრო ძალის ხმევას ამ უკანასკნელი დიდი ბასტიონის წინააღმდეგ მიმართავდა. ქალაქის მესვეურები ყველა შესაძლო ხერხს მიმართავდნენ ქართველთა ხელმწიფის მოსაშორებლად, თუმცა ამ ცდილობებიდან შედეგი ვერც ერთმა ვერ გამოიღო. გარდა ერთი შემთხვევისა, რომელიც დავითის მემატიანემ საგანგებოდ შემოგვინახა. ერთ-ერთი ციხესიმაგრის ალყის დროს დავითის სამხედრო ბანაკში საკუთარი კარვიდან მხოლოდ პერანგის ამარა გამოსულა. მეციხოვნეებმა ისარგებლეს მომენტით და ერთ-ერთმა ისრის სროლაში გამორჩეულად დახელოვნებულმა მეფე მიზანში ამოიღო და ისარი მკერჩი დაახალა. დავითი მიწაზე დაეცა. მეფის ამალა მაშინვე მისკენ გაიჭრა. ყველას ეგონა, რომ ხელმწიფეს სასიკვდილოდ დაიჭრა. თუმცა რამდენიმე წამში მეფე გონზე მოვიდა და ფეხზე წამოდგა. როგორც მემატიანე გადმოგცემს, დავითის სიკვდილისგან მკერდზე დაკიდებულმა მთავარ ანგელოზის მედალიონმა გადაარჩინა, რომელმაც ისრის დარტყმა შეაჩერა და სხეულამდე არ მიუშვა. დავით მეფის სამხედრო წარმატებებმა და აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ ქართული არმია შეუჩერებელ სამხედრო ძალად ჩამოაყალიბა, რაც სელჩუკთა სამყაროში სერიოზული შეშფოთების მიზეზად იქცა. განსაკუთრებით მწვავედ აღიქმებოდა ის ფაქტი, რომ ქართველები აღარ შემოიფარგლებოდნენ თავდაცვითი მოქმედებებით, ისინი ღიად იჭრებოდნენ მუსლიმური სახელმწიფოების ტერიტორიებზე, იღებდნენ ციხე-ქალაქებს და ხარკს ადებდნენ ადგილობრივ მმართველებს. თბილისისა და სხვა მომიჯნავე საამიროების ელჩები მთელ ახლო-აღმოსავლეთს მოედნენ და მუსლიმურ სამყაროს საქართველოს წინააღმდეგ ჯიჰადის ანუ საღვთო ომის გამოცხადებისკენ მოუწოდებდნენ. ელჩები კარდაკარ დადიოდნენ
მიმართავდნენ ემირებს, დიდმოხელეებსა და თავად სულთნებს. არწმუნებდნენ მათ, რომ ქრისტიანული საქართველოს აღზევება არამხოლოდ რეგიონული, არამედ საერთოდ ისლამური სამყაროსთვის სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენდა. დავით მეფის აქტიურმა პოლიტიკამ ფართო რეზონანსი ჰპოვა და თანდათან ჩამოყალიბდა აზრი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ცალკეული საამიროების ძალები საკმარისი აღარ იყო. საჭირო იყო ფართო მასშტაბიანი კოალიციური ლაშქრობა. ამ პერიოდში სელჩუკთა იმპერიაში ძალაუფლება ორ სულთანს შორის იყო განაწილებული. დიდ სულთან სანჯარს და ირან-ერაყის სულთან მაჰმუდ მეორეს შორის. ისტორიკოსები ვალტერ გოტიე და მიქაელ სირიელი ლაშქრობის ინიციატორად სწორედ სანჯარს მიიჩნევენ, თუმცა აშკარაა, რომ გადაწყვეტილება ორივე მმართველის ინტერესებში შედიოდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჯიჰადს მარდინის ემირი ნეჯმ ად-딘 ილღაზი უხელმძღვანელებდა. ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. ილღაზი იმ დროისთვის მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ სარდლად ითვლებოდა. ზოგჯერ მას ისლამის מחვილად მოიხსენიებდნენ. 1119 წელს მან სასტიკად დაამარცხა ანტიოქიის მთავარი როჯერის არმია, რამაც მუსლიმურ სამყაროში უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია. ბაღდადის ხალიფამ ილღაზი დააჯილდოვა ალაჰის დამცველის საპატიო ტიტულით, რაც ფაქტობრივად ჯიჰადის ლიდერობას ნიშნავდა. საინტერესოა, რომ ილღაზის ინტერესები ჩრდილოეთ სირიისა და ალეპოში იყო კონცენტრირებული. საქართველოს მიმართ მას არც ტერიტორიული და არც ეკონომიკური პრეტენზიები არ გააჩნდა. მისი მონაწილეობა კამპანიაში რელიგიური მოტივაციითა და ისლამური სოლიდარობით აიხსნება. ამას ადასტურებს ისიც, რომ 1121 წლის დასაწყისში მან მოულოდნელად ზავიდადო იერუსალიმის მეფე ბალდუინ მეორესთან, რათა ზურგი გაემაგრებინა და მთელი რესურსი კავკასიისკენ მიემართა. იბნ ალ-ასირის ცნობით, ილღაზის დროშის ქვეშ გაერთიანდნენ მალიქ თოღრული, სულთნის უმცროსი ძმა და განძის მმართველი, დუბაის იბნ სადაკა, ერაყის არაბული ტომების მეთაური, არაბთა მეფედ წოდებული, თუღან არსლანი, არზანის მმართველი. კოალიციაში ასევე მონაწილეობდნენ ხლათის, ანისის, ყარსისა და ერზრუმის საამიროები. რადგან ლაშქრობას რელიგიური ხასიათი ჰქონდა, რეგულარულ არმიებს შეუერთდა უამრავი მოხალისე მუსლიმური ქალაქებიდან, დამასკოდან, ალეპოდან, ბაღდადიდან და სხვა ცენტრებიდან. ეს ადამიანები ჯიჰადში მონაწილეობას საკუთარ რელიგიურ ვალდებულებად მიიჩნევდნენ და საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებულ ლაშქრობას ისლამის გადარჩენის საქმედ აღიქვამდნენ. ამრიგად, ისლამური სამყაროს სხვადასხვა კერიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი საქართველოს წინააღმდეგ დაიძრა. მეფე დავითმა და ქუთაისის სამეფო კარმა სტოვრების მეშვეობით დროულად შეიტყვეს მტრის მოძრაობის შესახებ. ამ ცნობების მიღებისთანავე დავით მეფემ დაიწყო სამეფოს სრული სამხედრო მობილიზაცია. სახელმწიფო მესვეურები იხმობდნენ სამეფო ჯარს, ფეოდალურ ლაშქარს, მოკავშირე ძალებსა და ყველა იმ რესურსს, რომელიც გადამწყვეტი ბრძოლისთვის იქნებოდა საჭირო. რაც შეეხება მეომართა რაოდენობას, შუა საუკუნეების წყაროები კოალიციური ლაშქრის რიცხოვნობას აშკარად გაზვიადებულ ციფრებში ასახელებდნენ. მაგალითად, ანტიოქიის კანცლერი ვალტერ გოტიე ლაშქრის შემადგენლობას 600,000 მეომრით აფასებს. სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი 560,000-ით, ხოლო მიქაელ სირიელი ყველაზე მოგრძალებულ ციფრს 100,000 მეომარს გვთავაზობს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამდენი ადამიანის უზრუნველყოფა ყოველდღიურად 1000-ობით ტონას სურსათსა და ქერს მოითხოვდა. ამასთან ერთად, იმ ეპოქაში არ არსებობდა ისეთი მართვის სისტემა, რომელიც მრავალრიცხოვანი ლაშქრის მოწესრიგებულ გადაადგილებას შესაძლებელს გახდიდა. მარშის დროს ასეთი არმია მრავალ ათეულ კილომეტრზე გაიჭიმებოდა. კიდევ უფრო წარმოუდგენელია ამ მასშტაბის ძალის დაფინანსება და შენახვა. ანალოგიური სირთულეები იკვეთება ქართული არმიის შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ წყაროებში დავითის ლაშქარი დაახლოებით 55,000 მებრძოლად არის წარმოდგენილი, იმდროინდელი საქართველოსთვის ასეთი მასშტაბის არმიის გამოყვანა რეალურად შეუძლებელი იყო. სახელმწიფოს არ გააჩნდა საკმარისი დემოგრაფიული და ეკონომიკური რესურსი ათეულ ათასობით მებრძოლის ერთდროულად შეიარაღებისა და სრულფასოვანი უზრუნველყოფისათვის.
ამას ემატებოდა ის გარემოებაც, რომ დავითს აუცილებლობის გამო გარნიზონები უნდა დაეტოვებინა ციხესიმაგრეებსა და ქალაქებში, რაც კიდევ უფრო ამცირებდა უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოსაყვან ძალას. შესაბამისად, ორივე მხარის არმია რეალურად გაცილებით ნაკლები მებრძოლისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი, ვიდრე ამას შუა საუკუნეების წყაროები გვამცნობენ. თუმცა ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ მთელი ახლო აღმოსავლეთიდან შეკრებილი კოალიციური ლაშქარი რიცხობრივად მაინც მნიშვნელოვნად აღემატებოდა ქართულ არმიას. 1021 წლის ივნისის პირველ დღეებში მარდინის საამიროდან საქართველოს მიმართულებით უზარმაზარი კოალიციური ლაშქარი დაიძრა, რომელსაც სათავეში ისლამის მახვილად წოდებული ილ-ღაზი ედგა. ერთი თვის თავზე სელჩუკთა არმიამ სტრატეგიულ პუნქტს ერზრუმს მიაღწია. სწორედ აქ მოხდა ისლამური სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილი ძალების საბოლოო კონსოლიდაცია, რის შემდეგაც გაერთიანებულმა მხედრობამ გეზის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსკენ თბილისის მიმართულებით აიღო. ბუნებრივია, საქართველოს სამეფო სტოვრების მეშვეობით დაწვრილებით ფლობდა ინფორმაციას ტრისხოველ ნაბიჯის შესახებ. მეფე დავითისთვის ცნობილი გახდა, რომ კოალიციასთან შეერთებას განძის მმართველი ჩქარობდა. ვიდრე განძის ძალები კოალიციას შეუერთდებოდნენ, დავითმა თავისი მონასპით საამიროში შეიჭრა და ფორმირების პროცესში მყოფი მტრის შენაერთები ხუნანთან და ბარდავთან ბრძოლებში სასტიკად დაამარცხა. მიუხედავად ამ წარმატებისა, კოალიციური ლაშქრის საერთო რიცხოვნობა არსებითად არ შემცირებულა. ილღაზის ძალები კვლავ მრავალჯერ აღემატებოდნენ საქართველოს სამეფოს მიერ მობილიზებულ მხედრობას. რაც შეეხება ქართული არმიის რიცხოვნობას, წყაროებში დაცული ცნობით დავითმა რამდენიმე თვეში დაახლოებით 55,000 მებრძოლს მოუყარა თავი. მათგან 40,000 ქართველი, 15,000 ყივჩაღი, 500 ალანი და დაახლოებით 100 ფრანგი, სავარაუდოდ ჯვაროსნოლის სამეფოებიდან გამოგზავნილი ან დაქირავებული რაინდი. თუმცა, როგორც წინა ნაწილში აღვნიშნეთ, მე-12 საუკუნის საქართველოს დემოგრაფიული, ეკონომიკური და ლოჯისტიკური რესურსების გათვალისწინებით, ასეთი მასშტაბის არმიის ერთდროული სურსათითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნებოდა. ისტორიკოს სოსო მარგიშვილის რეკონსტრუქციით, ქართული მხედრობის რეალური რაოდენობა 15-18,000 არ აღემატებოდა. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, მიხეილ ბახტაძის მოსაზრებით, ილღაზის კოალიციური ლაშქარი 70-75,000 მეომარს აერთიანებდა. ქართული მხედრობისთვის მრავალრიცხოვან მტერთან დაპირისპირება ისტორიულად უცხო არ ყოფილა. დავითის ღონისძიებების შედეგად ჯარი კიდევ უფრო ორგანიზებულ ძალად იქცა. მეფემ აკრძალა უწესო ქცევა და ლაშქარში ზნეობრივი წესრიგი განამტკიცა. თუმცა, მხოლოდ მაღალი ბრძოლის უნარიანობა და ორგანიზებულობა საკმარისი ვერ იქნებოდა რიცხობრივად 4ჯერ აღემატებული კოალიციის შესაჩერებლად, განსაკუთრებით გაშლილ სივრცეში. გამარჯვებისთვის აუცილებელი იყო არა მხოლოდ სიმამაცე, არამედ წინასწარ გათვლილი სამხედრო ხერხი. კოალიციური არმია ჯავახეთის გავლით შევიდა თრიალეთში და თბილისის მიმართულებით განაგრძოსვა. დედაქალაქამდე ნახევარი დღის სავალზე, მანგლისის მახლობლად მდებარე გაშლილ ველზე ისინი დაბანაკდნენ. ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. ფართო სივრცე გამორიცხავდა მოულოდნელ თავდასხმას და სელჩუკთა მრავალრიცხოვან კავალერიას თავისუფალი მანევრირების შესაძლებლობას აძლევდა. მტრის მოძრაობის პარალელურად ქართულმა მხედრობამაც დაიწყო წინსვლა და 11 აგვისტოს სოფელ ძექვთან დაბანაკდა. ილღაზის მზვერავები ყურადღებით აკვირდებოდნენ დავითის ბანაკს, ამიტომ ძექვსა და მანგლის შორის ნებისმიერი გადაადგილება მათი თვალთახედვის მიღმა ვერ დარჩებოდა. ორივე მხარე ზუსტად ფლობდა ინფორმაციას მოწინააღმდეგის ადგილსამყოფელის შესახებ. თუმცა ღამით დავითმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. მან ქვეითთა ნაწილი, მცირე ცხენოსანი შენაერთი ჩუმად, ყოველგვარი ჩირაღდნისა და ხმაურის გარეშე დიდგორის მიდამოებში მდებარე ორ მთაზე ჩაასაფრა. ჩასაფრებულ შენაერთს უფლისწული დემეტრე ხელმძღვანელობდა. მამის მკაცრი მითითებით, მას დათქმულ დრომდე თავი არ უნდა გამოემჟღავნებინა, რათა მტრის მზვერავებს ჩასაფრება არ შეემჩნიათ. გამთენიისას სელჩუკთა ლაშქარმა ბანაკი დაცალა და თბილისისკენ დაიძრა.
მანგლისიდან თბილისამდე გზა უსწორმასწორო ფერდობებსა და ვიწრო მონაკვეთებს მოიცავდა. მაგრამ რადგან მზვერავებისგან ახალი ცნობები არ მიუღია, ილღაზი დარწმუნებული იყო, რომ დავითი კვლავ ძეგლთან იმყოფებოდა და კოალიციურმა ლაშქარმა დაუბრკოლებლად განაგრძო მარშით სვლა. გარკვეული მონაკვეთის გავლის შემდეგ კოალიციის ავანგარდს ქართველი და ყივჩაღი ცხენოსნები გადაეღობნენ. ისრებისა და შუბების სროლა დაუწყეს და ხანმოკლე შეტაკების შემდეგ განზრახ უკუიქცნენ. მტრის მეთაურმა მათ კავალერია დაადევნა. რამდენიმე კილომეტრიანი დევნის შემდეგ ქართველებმა ისინი სწორედ იმ ხეობაში შეიტყუეს, სადაც დემეტრეს ქვეითები იყვნენ ჩასაფრებული. შემაღლებული პოზიციებიდან ქართველებმა მოწინააღმდეგე ორ ცეცხლს შუა მოაქციეს და მტერი მთლიანად გაანადგურეს. ამავე დროს ილღაზმა მიიღო ინფორმაცია, რომ დავითი ძირითადი ძალით სწრაფად უახლოვდებოდა. სელჩუკთა სარდალი შეეცადა არმიის საბრძოლო ფორმაციაში მოყვანას. თუმცა ვიწრო რელიეფი მას რიცხობრივი უპირატესობის სრულად გამოყენების საშუალებას არ აძლევდა. ორივე არმია დიდგორის ველზე პირისპირ აღმოჩნდა. დადგა მომენტი, როდესაც საქართველოს ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. მეომარნო ქრისტესანო, თუ ღვთის ჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ ხელების სისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ ისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთახშირი ხორგებით შევკრათ და მტერს როცა მოგვიახლოვდება, მტკიცეგულით დაუნდობლად შევუდიოთ. დავითის განკარგულებით ქართველებმა უკან დასახევი გზები ჩახერგეს. მტერი თუ მოყვარე, ყველა აცნობიერებდა, რომ საქართველოს ბედი სწორედ ამ დღეს, ამ ველზე უნდა გადაწყვეტილიყო. 1121 წლის 12 აგვისტოს დილას ორივე არმია საბრძოლო მზადყოფნაში იყო. თუმცა იერიშზე გასვლას არავინ ჩქარობდა. ილღაზი არახელსაყრელ პოზიციაში იყო. ვიწრო რელიეფი მის მრავალრიცხოვან ჯარს სრულად გაშლის საშუალებას არ აძლევდა. უკან დახევა კი სტრატეგიულ კატასტროფას ნიშნავდა. თავის მხრივ არც დავითი იძლეოდა იერიშის ბრძანებას. თითქოს გადამწყვეტ ნიშანს უცდიდა. ეს ნიშანიც მალე გამოჩნდა. ქართველთა რიგებიდან 200 ცხენოსანი გამოეყო და დინჯისვლით მტრის ბანაკისკენ გაემართა. ისინი არც შუბებით, არც მშვილდებით და არც מחვილებით იყვნენ შეიარაღებულნი. სელჩუკთა სარდლობა შეცდომაში შევიდა. იფიქრეს, რომ ეს მოღალატეები იყვნენ და შეუფერხებლად შეუშვეს საკუთარ რიგებში. როდესაც ცხენოსნები ილღაზის ავანგარდს მიუახლოვდნენ, დამალული ხანჯლები იშიშვლეს და მტრის რიგებში არეულობა გამოიწვიეს. სანამ მტერი გონს მოეგებოდა, დავითმა საყოველთაო იერიშის ბრძანება გასცა. ქართული არმია ერთიანად დაიძრა და პირდაპირ მტრის ავანგარდს შეეჯახა. სწორედ მაშინ, როცა სელჩუკთა ძირითადი მასა დავითის ფლანგზე კონცენტრირდა, დიდგორის მთებიდან დემეტრე უფლისწულის ქვეითი ლაშქარი დაეშვა და მტრის მარჯვენა ფლანგზე დამანგრეველი დარტყმა მიიტანა. შეტაკება უმძიმესი და სისხლის მღვრელი აღმოჩნდა. ჰაერში ატეხილი ხმაური, იარაღის ჟღარული და მომაკვდავთა ღრიალი მთებს ედებოდა. ერთ მომენტში ილღაზი შეეცადა ჯარების გადაჯგუფებას და წინააღმდეგობის ორგანიზებას, თუმცა ბრძოლის კრიტიკულ მომენტში იგი თავში დაიჭრა. როდესაც ჯარმა დაინახა, რომ მათი სახელგანთქმული სარდალი დაჭრილი იყო, სულისკვეთება მკვეთრად დაეცა. დაჭრილმა ილღაზმაც ვეღარ შეძლო დაწყებული პანიკის შეჩერება. თურქთა რიგები აირია და ბრძოლა უწესრიგო უკან დახევაში გადაიზარდა. ქართველები მტერს კვალდაკვალ გახვდნენ, რათა ხელახლა შეკრების შესაძლებლობა მოესპოთ. დევნა რამდენიმე დღე გაგრძელდა. წყაროები იუწყებიან,
რომ მეფემ ანისამდე სდია გაქცეულებს. თურქებმა დევნისას იმაზე მძიმე ზარალი განიცადეს, ვიდრე უშუალოდ ბრძოლის ველზე. თავად ილღაზი მცირე ამალით სამშვიდობოს გაიყვანეს, თუმცა თავში მიყენებული ჭრილობით შემდეგ წელს გარდაიცვალა. დიდგორის ბრძოლის შემდეგ ქართველებმა 4000 ტყვე და უთვალავი ალაფი იგდეს ხელთ, ხოლო არაბთა მეფის დუბაის იბნ სადაგას ქონება 300,000 ოქროს დინარად შეფასდა. ეს იყო ნამდვილი ძლევაის საკვირველი. გამარჯვება, რომელმაც დაასრულა მრავალსაუკუნოვანი არაბობა თურქობის ეპოქა კავკასიაში, დიდგორის ველზე მოპოვებულმა წარმატებამ გზა გაუხსნა თბილისის განთავისუფლებას და საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ოქროს ხანას. აქციარა ჩვენი ქვეყანა რეგიონის უძლიერეს იმპერიად. თბილისი 1121 წლის დეკემბერი. ქალაქში ერთი ჩვეულებრივი დღე იდგა. ბაზრები მუშაობდა, ხელოსნები თავიანთი საქმით იყვნენ გართულნი. ქალაქის კარიბჭესთან ვაჭრები და მგზავრები მოდიოდნენ და მიდიოდნენ. კედლებს მიღმა თითქოს ყველაფერი მშვიდად იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდგორის კატასტროფის ამბავმა თბილისამდე უკვე მიაღწია, ყოველდღიურობა კვლავ თავის რიტმს ინარჩუნებდა. თუმცა ეს სიმშვიდე მალე ჰორიზონტზე გამოჩენილმა ქართულმა ლაშქარმა დაარღვია. დავით მეოთხის მრავალათასიანი მხედრობა ქალაქის მისადგომებთან განლაგდა და თბილის ყველა მხრიდან ალყა შემოარტყა. დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს ისტორიული დედაქალაქის დასაბრუნებლად. აშკარა გახდა, რომ თბილისის საამიროს მრავალსაუკუნოვანი არსებობა დასასრულს უახლოვდებოდა. მერვე საუკუნიდან მოყოლებული არაბთა დაპყრობების შედეგად თბილისი ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეს მოწყდა და ცალკე პოლიტიკურ ერთეულად საამიროდ ჩამოყალიბდა. მე-11 საუკუნის მიწურულს ქალაქი თურქ-სელჩუკთა გავლენის ქვეშ მოექცა და ამიერკავკასიაში მათ უმნიშვნელოვანეს საყრდენ ბასტიონად იქცა. თბილისის დაბრუნებას ჯერ კიდევ ბაგრატ მეოთხე ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა ქალაქის დაკავება რამდენჯერმე შეძლეს, რთული შიდა და საგარეო პოლიტიკური ვითარების გამო მისი შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ამ ეპოქაში თბილისი მრავალ ეთნიკური ქალაქი იყო, სადაც 20-დან 30,000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. ქართველებთან ერთად აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ სომხები, სპარსელები, არაბები და ებრაელები. ქალაქი უდიდეს სავაჭრო სატრანზიტო ცენტრს წარმოადგენდა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომავალი საქონელი იყრიდა თავს. მის ბაზრებზე ყველაფერს შეხვდებოდით, ძვირფასი ქსოვილებითა და სანელებლებით დაწყებული, ადგილობრივი ხელოსნების მიერ დამზადებული იარაღითა თუ სამკაულებით დამთავრებული. თუმცა დავითის თანმიმდევრული სამხედრო კამპანიების შედეგად საამიროს ტერიტორია თანდათან შემცირდა. 1121 წლისთვის თბილისის მმართველთა გავლენა მხოლოდ ქალაქის გავლენითა და მისი მიმდებარე ვიწრო ზოლით შემოიფარგლებოდა. ქალაქი სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა და თავის ისტორიულ ბედს ელოდა. ალყამ მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. შეწყდა მიწოდება, გაძვირდა სურსათი და ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო რთული ხდებოდა. ამ ვითარებაში თბილისის ხელმძღვანელობამ დავით მეფესთან მოლაპარაკება სცადა. მათ ელჩები გაუგზავნეს და ზავი ითხოვეს, თუმცა მეფის გადაწყვეტილება უცვლელი იყო. თბილისი ერთიანი საქართველოს ნაწილი უნდა გამხდარიყო. ამიტომ დავითმა მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა და ალყა გაგრძელდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ქართველები პერიოდულად ცდილობდნენ ქალაქზე შტურმს, თუმცა ყოველი იერიში მძიმე დანაკარგებით სრულდებოდა. თბილის ირგვლივ მძლავრი ორმაგი გალავანი ერტყა, ხოლო მისი გარნიზონი მტკიცედ იცავდა პოზიციებს და დიდი ძალისხმევის ფასად ახერხებდა ყველა შეტევის მოგერიებას. გარდამტეხი მომენტი 1122 წლის თებერვლის შუა რიცხვებში დადგა. ერთ-ერთმა შეტევამ შედეგი გამოიღო. ქართველმა მებრძოლებმა გალავნებზე ასვლა მოახერხეს, რამდენიმე კოშკი დაიკავეს და კარიბჭე გახსნეს. მეფის ბრძანებით ქართული ლაშქარი ქალაქში შეიჭრა.
ბრძოლა უკვე ქუჩის შეტაკებებში გადაიზარდა. დავითი განსაკუთრებული სიმკაცრით გაუსწორდა მათ, ვინც იარაღის დაყრასა და დამორჩილებაზე უარს აცხადებდა. საისტორიო წყაროების თანახმად, ქართველებმა 500 კაცი ძელზე გააცვეს. ქალაქში 3 დღის განმავლობაში არეულობა და ძარცვა მიმდინარეობდა. მეოთხე დღეს ყველაფერი შეწყდა. სამეფო ხელისუფლებამ წესრიგის აღდგენა დაიწყო და 4 საუკუნოვანი პაუზის შემდეგ საქართველომ თავისი ისტორიული დედაქალაქი თბილისი დაიბრუნა. ანგარიშის გასწორების შემდეგ დავითმა ქალაქში ფუნდამენტური რეფორმების გატარება დაიწყო. თბილისი დიდი და მრავალეროვანი სავაჭრო ცენტრი იყო. იქ მცხოვრები ხელოსნები, ვაჭრები და სხვა საქმიანობაში ჩართული ელიტა ქვეყნის კეთილდღეობის მთავარ საყრდენს ქმნიდა. საქალაქო ცხოვრებისა და სავაჭრო რიტმის შესანარჩუნებლად მეფემ თბილისელებს შეღავათები უწყალობა. მოსახლეობა 1 წლით სრულად გათავისუფლდა გადასახადებისგან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რელიგიურ ტოლერანტობას. მუსლიმური თემის თხოვნით დავითმა აკრძალა მათ უბნებში ღორის დაკლა და მუსლიმებს თავისუფლად ლოცვის უფლება შეუნარჩუნა. მეტიც, ქრისტიანებსა და ებრაელებს აეგრძალათ მუსლიმთა კუთვნილ აბანოებში შესვლა. დავითი კარგად ხედავდა, რომ თბილისის ვაჭრობა ხელოსნების ერთ-ერთ წამყვან ძალას მაჰმადიანური მოსახლეობა წარმოადგენდა. საგადასახადო პოლიტიკაც მოქნილი აღმოჩნდა. თუ ქართველები წელიწადში 5 დინარს იხდიდნენ, ებრაელებისთვის გადასახადი 4, ხოლო მუსლიმებისთვის 3 დინარი იყო. ამ ნაბიჯით დავითმა უზრუნველყო ქალაქში მშვიდობიანი თანაცხოვრება და სავაჭრო საქმიანობის შეუფერხებელი გაგრძელება. ამასთან ერთად სამეფო ხელისუფლებამ დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა. ქალაქი უმოკლეს დროში გადაიქცა ერთიანი სამეფოს უმძლავრეს ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრად, რაც კავკასიაში საქართველოს ჰეგემონიის მთავარი გარანტი გახდა. თბილისის აღებით დავითმა შეასრულა მეფობის დასაწყისში დასმული უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა. დაესრულებინა სელჩუკთა გამოჩენით შეწყვეტილი ქვეყნის გაერთიანების პროცესი. საქართველოს მიწებზე დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტი, რომელიც ჯერ კიდევ არ ემორჩილებოდა სამეფო ხელისუფლებას. ეს იყო დმანისი. თბილისის შემოერთების შემდეგ დღის წესრიგში სწორედ ქვემო ქართლში სელჩუკთა უკანასკნელი გამაგრებული ცენტრის დაპყრობა დადგა. მოგვიანებით ქართულმა მხედრობამ დმანისაც მიადგა და მისი აღებით მეფემ საბოლოოდ დაასრულა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების მრავალწლიანი ეტაპი. საინტერესოა, რომ დავითის ეპოქაში საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში ჩნდება სახელწოდება მესიის მახვილი. ამით მეფე საკუთარ თავს ქრისტიანთა მცველად წარმოაჩენდა. ეს ტიტული მიანიშნებდა, რომ მისი სახით თავად ღმერთი მოქმედებდა, ხოლო მეფის ნების წინააღმდეგ წასვლა ღვთიური განგების წინააღმდეგობას უთანაბრდებოდა. ამ იდეოლოგიურმა ხაზმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მეზობელ ქრისტიანულ ქვეყნებში შეიძინა. სელჩუკთა ბატონობის ქვეშ მოქცეულ სომხეთში დავითს განმანთავისუფლებელ გმირად აღიქვამდნენ. სწორედ ამიტომ სომხური მოსახლეობა და არისტოკრატია მასში ხედავდა არა დამპყრობელს, არამედ ერთადერთ ძალას, რომელსაც მათი რელიგიური და ფიზიკური გადარჩენა შეეძლო. თბილისის შემოერთებიდან მეორე წელს 1123 წლის დასაწყისში რეგიონში ვითარება კვლავ დაიძაბა. თურქ-სელჩუკთა სულთანი მაჰმუდი დიდი არმიით შირვანში შეიჭრა. ელვისებური სისწრაფით დაიკავა სატახტო ქალაქი შამახია და ტყვედ ჩაიგდო შირვანის მმართველი მანუჩარ მესამე. რადგან შირვანი იმ პერიოდში საქართველოს მფარველობის ქვეშ მყოფი ყმადნაფიცი ქვეყანა იყო, მასზე თავდასხმა პირდაპირ საქართველოსთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა. შამახიის აღების შემდეგ სულთანმა დავით საგანგებო ელჩის მეშვეობით დამამცირებელი შინაარსის წერილი გაუგზავნა, რომლის შინაარსიც შემდეგი იყო. შენ მეფეო დავით,
მხოლოდ დღეთა მეფე ხარ და ვერასოდეს გამოხვალ გაშლილ ველზე თურქთა წინააღმდეგ. აი მე უკვე ავიღე შირვანი და ხელთ ვიგდე მისი მართველი. ახლა შენგან მორჩილებასა და ძღვენს ვითხოვ. თუ არადა სამალავიდან გამოდი და პირისპირ შემებრძოლე. ელჩების გასტუმრებისთანავე საქართველოს სამეფო კარმა მყისიერი ზომები მიიღო. 1023 წლის მაისის დასაწყისში ქართველთა ხელმწიფის მრავალ ათასიანი ლაშქარი შირვანის მიმართულებით დაიძრა. როგორც აღმოჩნდა, სულთანი მაჰმუდის საქართველოს ასეთ სწრაფ მოქმედებას არ მოელოდა. წერილში გამოცხადებული ღია დაპირისპირების ნაცვლად მან ქალაქში გამაგრება არჩია. ქართველებმა შამახიას ალყა შემოარტყეს და ქალაქის გარშემო თხრილები გაავლეს. სულთნის სიცოცხლე და მისი იმპერიული ავტორიტეტი უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მის დასახსნელად რანის ათაბაგის ლაშქარი დაიძრა. თუმცა ქართველებმა ისინი ქალაქის მისადგომებთანვე სასტიკად დაამარცხეს. შამახია კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და მისი დაცემა მხოლოდ დროის საკითხს წარმოადგენდა. თუმცა მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. ერთ ღამეს ქართველებსა და მოკავშირე ყივჩახ მეომრებს შორის შიდა დაპირისპირება მიფეთქა. არეულობამ ლაშქარში ყურადღების მოდუნება გამოიწვია, რაც სულთანმა მყისვე გამოიყენა. მან ისარგებლა ღამის წყდიადით, ფარულად დატოვა ქალაქი და გაქცევით უშველა თავს. მართალია, სულთანი მაჰმუდი დატყვევებას გადაურჩა, თუმცა შირვანი თურქ-სელჩუკთა უშუალო საფრთხისგან გათავისუფლდა. მიუხედავად ამისა, მოვლენები მოულოდნელი მიმართულებით განვითარდა. მეფე დავითსა და მის სიძეს შირვანის მმართველ მანუჩარს შორის პოლიტიკური კონფლიქტი გამწვავდა. ამის მიზეზი სავარაუდოდ მანუჩარის მერყევი პოზიცია გახდა, რამაც დავითი აიძულა შირვანის მიმართ კიდევ უფრო მკაცრი პოლიტიკა გაეტარებინა. შამახიის ალყიდან სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ დავითის სამეფო არმიით კვლავ შირვანის ტერიტორიაზე შეიჭრა. მიუხედავად ზაფხულის მცხუნვარე სიცხისა, ქართულმა ლაშქარმა ელვისებური იერიში დაიღო გულისტანის ციხე, შარვან შაჰების თავარი რეზიდენცია და უკან დიდი ალაფით დაბრუნდა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მომავალ 1124 წელს დავითმა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია წამოიწყო. ქართული ლაშქარი კვლავ შირვანისკენ დაიძრა და მოკლე დროში არაერთი სტრატეგიული ციხე-სიმაგრე დაიკავა. მეფემ დაარბია და ააოხრა შაბურანი და მთელი ძალით კასპიის ზღვისპირეთისკენ, დარუბანდისკენ მიმართულებით წაიწია. დარუბანდის მმართველი დავითს ლექთა და სხვა ჩრდილოკავკასიური ტომების გაერთიანებული ძალით დაუხვდა, თუმცა ქართველებმა მოწინააღმდეგე პირველსავე შეტაკებაში სასტიკად დაამარცხეს. აპრილის თვეში სამეფო არმია დარუბანს მიადგა და იქ თავიანთი გავლენა დაამყარეს. კავკასია უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი გზაჯვარედინია, რომელიც ჩრდილოეთსა და სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებს. რეგიონს სამი მთავარი გასასვლელი აქვს. დასავლეთში აფხაზეთისა და ნიკოფსიის მიმართულებით, ცენტრში დარიალის ხეობით, ხოლო აღმოსავლეთში კასპიის სანაპიროზე მდებარე დარუბანდის კარიბჭით. დარუბანდის აღებით დავითის მმართველობის ქვეშ მოექცა სამივე სტრატეგიული კარიბჭე, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს სრულიად აკონტროლებდა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალ ყველა ცივილიზაციურ გზას. შირვანის კამპანიის დროს დავითმა ყოველ აღებულ პუნქტში კახელი და ჰერი მეომრებისაგან შემდგარი გარნიზონები ჩააყენა და იქ საკუთარი მოხელეები დანიშნა. მეფემ შირვანში მართვის ახალი სისტემა დაამკვიდრა. ქვეყნის დასავლეთი ნაწილი, სადაც ძირითადად ქრისტიანი მოსახლეობა ცხოვრობდა, სვიმონ წიგნობართ უხუცეს, ბედიისა და ალავერდის ეპისკოპოსს დაუქვემდებარა.
აღმოსავლეთ შირვანი კი ფორმალურად მანუჩარ მესამეს გადასცა, თუმცა რეალური კონტროლი სამეფო კარის ხელში დარჩა. ამ ნაბიჯით დავითმა შირვან შაჰის ტიტულით დაიმკვიდრა და საქართველო კასპიის ზღვისპირეთში უპირობო მმართველად იქცა. აღმოსავლური კამპანიის პარალელურად ქართულმა ლაშქარმა სამხრეთ-დასავლეთითაც ფართო მასშტაბიანი იერიში მიიტანა. დიდგორის ბრძოლის შემდეგ მოპოვებული უპირატესობით საქართველო მეზობელი სომხეთის ტერიტორიების სელჩუკი დამპყრობლებისგან გათავისუფლება დაიწყო. გარდა იმისა, რომ სომხები ქრისტიანები იყვნენ და ქართველთა ბუნებრივ მოკავშირეებად მიიჩნეოდნენ, სამხრეთის მიმართულება ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. ევროპასა და აზიას შორის გამავალი მთავარი სავაჭრო გზები სწორედ აქ გადიოდა და მათი კონტროლი დავითის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენდა. ქართულმა მხედრობამ სამხრეთით წინ წაიწია და ჩრდილოეთ სომხეთის სტრატეგიული ციხესიმაგრეები დაიკავა. გაგი, ტერონაკალი, ქავაზინი, ნორბედი, მანაზგომი და ტალინჯაქარი. ამავდროულად დასავლეთ საქართველოს ლაშქარმა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ილაშქრა, გაიარა ჯავახეთი, კოლა, კარნიფორი, ბასიანი და სპერამდე მივიდა. 1124 წელი საქართველოს ისტორიაში უდიდეს გამარჯვებათა წლად იქცა. ასეთი მასშტაბის სამხედრო წარმატებები ქვეყნის ისტორიაში იშვიათად გვხვდება. თუმცა დავითის მთავარი სტრატეგიული ტრიუმფი ჯერ კიდევ წინ იყო. რეგიონში არსებობდა ქუთაისზე ან თბილისზე გაცილებით მნიშვნელოვანი მდიდარი და დიდი ქალაქი, სომხეთის სამეფოს ყოფილი დედაქალაქი, რომელიც მალე საქართველოს საზღვრებში უნდა მოქცეულიყო. (1024 წლის საქართველოს სამეფოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებათა წლად იქცა. ამ პერიოდში მეფე დავითმა თავისი მმართველობის ყველაზე ინტენსიური და მასშტაბური სამხედრო კამპანია განახორციელა, რომელმაც უჩვეულოდ ვრცელი გეოგრაფიული არეალი მოიცვა. წლის განმავლობაში ქართულმა არმიამ 4 სხვადასხვა მიმართულებაზე 6 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. ზაფხულის დადგომასთან ერთად სამეფო კარმა ხანმოკლე პაუზა აიღო. მეფე დავითი ოჯახის წევრებთან და სამეფო დარბაზის მოხელეებთან ერთად ჯავახეთში, სოფელ ბოჟანოს საზაფხულო რეზიდენციაში გაემგზავრა. აგარაკზე ყოფნისას სამეფო კარი აქტიურად იყო ჩართული შიდა სახელმწიფოებრივი საკითხების მართვაში. მეფე აქვე მასპინძლობდა უცხოელ ელჩებს, ფეოდალებსა და კარის მოხელეებს. აგვისტოს 1 დღეს ბაგრატიონთა საზაფხულო რეზიდენციას სომეხ დიდგვაროვანთა და სასულიერო პირთა დელეგაცია ეწვია. სტუმრები სომხეთის სამეფოს ძველი დედაქალაქიდან იყვნენ მოსულნი. ქალაქი ანისი იმ ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეგაპოლისი იყო. მასზე ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადიოდა, რაც ქალაქს უზარმაზარ სავაჭრო სატრანზიტო მნიშვნელობას ანიჭებდა. აქ თავს იყრიდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომავალი საქონელი. ქალაქი გამოირჩეოდა ძლიერი გალავნებით, მრავალი ეკლესიითა და ბაზრებით, რის გამოც იგი მთელ რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ცენტრად მიიჩნეოდა. მისი მოსახლეობა, სიმდიდრე, სტრატეგიული მნიშვნელობა და მასშტაბი ბევრად აღემატებოდა როგორც ქუთაის, ისე საქართველოს დედაქალაქ თბილისს. ანის 1001 ეკლესიის ქალაქად მოიხსენიებდნენ. განვითარების უმაღლეს ეტაპზე აქ 100,000-მდე ადამიანი ცხოვრობდა და ქალაქი მეტოქეობას უწევდა ისეთ დიდ ცენტრებს, როგორებიც იყვნენ კონსტანტინოპოლი, ბაღდადი და დამასკო. ანისი რეგიონის უდიდეს ქალაქად ითვლებოდა და ვინც რეგიონში დომინანტურ პოზიციას იკავებდა, ის ფლობდა ამ მნიშვნელოვან ცენტრსაც. თავდაპირველად ქალაქი ბიზანტიელებმა წაართვეს სომხებს. მოგვიანებით იგი თურქ-სელჩუკთა ხელში გადავიდა. საბოლოოდ კი ანისი შედადიანთა მუსლიმური დინასტიის მფლობელობაში აღმოჩნდა.
შედადიანებით თავდაპირველად შედარებით მშვიდ პოლიტიკას ატარებდნენ. თუმცა მოგვიანებით ქრისტიანთა დევნა და ტაძრების მეჩეთებად გადაკეთება დაიწყეს. ქრისტიანული მოსახლეობა მძიმე რელიგიურ და ეკონომიკურ ზეწოლას განიცდიდა. 1118 წელს ქალაქის ახალმა მმართველმა ხლათში ჩამოასხმევინა ვერცხლის ნახევარმთვარე და ანისის საკათედრო ტაძრის თავზე აღმართა, რის შედეგადაც ტაძარი მეჩეთად გადააქცია. ამ დროს საქართველო მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდა და სომეხი მოსახლეობა იმედის თვალით ადევნებდა თვალს დავითის გამარჯვებებს უცხოელ დამპყრობლებზე. სწორედ ამიტომ ანისელმა თავადებმა დახმარებისთვის ერთადერთ რეალურ ძალას მესიის מחვილად წოდებულ დავითს მიმართეს და ქალაქის გასათავისუფლებლად მიიწვიეს. მეფე კარგად აცნობიერებდა, რომ ანისის ფლობა რეგიონზე სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტროლს ნიშნავდა. ამიტომ დავითი დათანხმდა სომეხი თავადების მიწვევას, რათა საბოლოოდ დაესრულებინა სელჩუკთა ბატონობა ჩრდილოეთ სომხეთში. სამეფო კარმა ცოტა ხნის წინ დათხოვილი ლაშქარი კვლავ მოიხმო. ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულმა მეომრებმა სწრაფად მოიყარეს თავი ჯავახეთში და მოკლე დროში მეფის განკარგულებაში კვლავ ძლიერი არმია აღმოჩნდა. 1124 წლის აგვისტოში სამეფო ლაშქარი უკვე ანისის მისადგომებთან იყო. ქალაქის მესვეურებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს და რამდენიმე ბრძოლა გამართეს, თუმცა ყოველ ჯერზე დამარცხდნენ. დავითმა ქალაქს ალყა შემოარტყა და მესამე დღეს შტურმის დროს ქართველმა მეომრებმა ქალაქში შეღწევა მოახერხეს. მათ მხარეს სომხური მოსახლეობაც გადავიდა, რამაც ქალაქის დაცვა კიდევ უფრო შეასუსტა. ანისი დაეცა. სომხური წყაროების ცნობით, ბრძოლებში მტერმა დაახლოებით 20,000 კაცი დაკარგა. მეფე დავითი და საქართველოს სამეფო არმია ანისში გაშლილი დროშებით ტრიუმფით შევიდა. ქალაქში შესვლის შემდეგ დავითმა ადგილობრივი მმართველები შეიპყრო, ანისიდან გააძევა და თბილისში გაგზავნა. ამის შემდეგ ქართველთა ხელმწიფე მეჩეთად ქცეულ საკათედრო ტაძარს ეწვია. ტაძრის გუმბათიდან ჩამოახსნევინა ნახევარმთვარე. ტაძრის აღმშენებელი ბერძენთა დედოფალი კატრონიკე იქვე იყო დაკრძალული. დავითმა კათალიკოსთან და ეპისკოპოსებთან ერთად მიცვალებულს წესი აუგო და საფლავს სამგზის ჩასძახა. გიხაროდეს შენ, წმინდაო დედოფალო, რამე თუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან. 60 წლიანი ბატონობის შემდეგ ქალაქი გათავისუფლდა. ანისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები საქართველოს სამეფოს შემოუერთდა. მეფემ ქალაქის მცველებად მესხი აზნაურები დატოვა, ხოლო ქალაქის განგებლად კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი აბულეთი და მისი ძე ივანე დანიშნა. ამავე წლის შემოდგომაზე დავითის ბრძანებით კახელმა და ჰერმა მეომრებმა შირვანისკენ მორიგი იერიში მიიტანეს და რეგიონი საბოლოოდ დაიმორჩილეს. ამიერკავკასიიდან სელჩუკთა განდევნამ საქართველოს პოლიტიკური საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არაგაწამდე განავრცო. საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი განუზომლად გაიზარდა. იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში არ არსებობდა ძალა, რომელიც უძლებელ ქართულ მხედრობას ღია ბრძოლაში დაამარცხებდა. ანისისა და შირვანის შემოერთების შემდეგ სამეფო კარის ამბიციები გაცდა რეგიონალურ მასშტაბებს და კიდევ უფრო სამხრეთით მიიმართა. დავით აღმაშენებლის სტრატეგიული გეგმა საქართველოს საზღვრების მდინარე არაქსამდე გადაწევას და ისეთი დიდი ქალაქების დაუფლებას ითვალისწინებდა, როგორიც იყო დვინი, განძა, ნახჭევანი და სხვა დიდი სავაჭრო ცენტრები. თუმცა სწორედ ამ გრანდიოზული გეგმების განხორციელებისას ქვეყნის ბედი მოულოდნელად შეიცვალა. 1124 წლის ზამთარში 53 წლის მეფე შეუძლოდ გახდა. 1124 წლის მიწურულს, როდესაც საქართველოს სამეფო თავისი სიძლიერისა და დიდების ზენიტში იმყოფებოდა, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმულ იმპერიაში მოულოდნელმა სევდამ დაისადგურა. ზამთარში
თოვლის მოსვლისთანავე 53 წლის ხელმწიფე, რომელმაც მთელი ცხოვრება ბრძოლის ველზე, სახელმწიფო რეფორმებსა და ქვეყნის აღმშენებლობაში გაატარა, ძიმედ დასნეულდა. მესიის მახვილად წოდებული მეფე დავითი სარეცელს იყო მიჯაჭვული. სიკვდილის მოახლოებამ დავითს ტალამი ააღებინა და ასე შეიქმნა გალობანი სინანულისანი. ეს ტექსტი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი და ხელმწიფის შინაგანი სამყაროს სარკეა. მასში აღარ ჩანს მრიცხანე იმპერატორი. მის ნაცვლად კითხველი ხედავს ღვთის წინაშე სრული თავმდაბლობით წარმდგარ ადამიანს, რომელიც ყოველი ტრიუმფის მიღმა საკუთარ პასუხისმგებლობასა და დაშვებულ შეცდომებს აანალიზებს. დავითი თავის გალობაში ინანიებს ყოველ სისხლისღვრასა და მკაცრ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც მას ქვეყნის გადასარჩენად დასჭირდა. ეს იყო მისი პიროვნული დიდებულების უმაღლესი გამოვლინება. ძალაუფლების პიკზე მყოფმა მმართველმა შეძლო საკუთარი ადამიანური სისუსტეების საჯაროდ აღიარება. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, დავითმა ბოლომდე შეინარჩუნა სახელმწიფოებრივი სიფხიზლე. მან კარგად იცოდა, რომ მისი დაწყებული საქმე უნდა გაგრძელებულიყო. ამიტომ მოიხმო თავისი ძე, უფლისწული დემეტრე, აკურთხა იგი და საკუთარი ხელით დაადგა სამეფო გვირგვინი. 1025 წლის 24 იანვარს, განთენიისას, დედაქალაქში სამგლოვიარო ზარების ხმამ ეპოქის დასასრული გვამცნო. საქართველოს უდიდესი მეფე გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი ნება ისეთივე გამორჩეული აღმოჩნდა, როგორც მთელი მისი ცხოვრება. დავითმა ანდერძად დატოვა, რომ დაკრძალულიყო მის მიერვე აგებულ და სამეფოს საძვალედ დადგენილ გელათის მონასტერში. არა მაღალ კვარცხლბეკზე, არამედ პირდაპირ კარიბჭეში. საფლავის ქვა ტაძრის ზღურბლზე ისე განთავსდა, რომ ყოველი შემსვლელი იძულებული იყო მასზე გაევლო. ლოთს მხოლოდ ერთი ფსალმუნისეული წარწერა ამშვენებს. ესე არის განსასვენებელი ჩემი, უკუნითი უკუნისამდე. ესე მთნავს, აქადავე მკვიდრომე. თუ თვალს გადაავლებთ იმ გზას, რომელიც საქართველომ დავითის წინამძღოლობით გაიარა, ვიხილავთ ისტორიაში იშვიათ, თითქმის დაუჯერებელ ტრანსფორმაციას. 1089 წელს 16 წლის უფლისწულმა დაშლილი და განადგურებული საქართველო ჩაიბარა. სამეფო ხელისუფლება მხოლოდ დასავლეთის მცირე ნაწილს აკონტროლებდა. დიდი თურქობის წლებმა ქვეყანა თითქმის უდაბნოდ აქცია. მოსახლეობა მთებში იყო გახიზნული, ხოლო ბარის მიწები სელჩუკთა მომთაბარე ტომების საძოვრებად ქცეულიყო. დავითმა ყველაფერი ნულიდან დაიწყო. მან შექმნა დისციპლინირებული და ბრძოლის უნარიანი არმია. ჩამოაყალიბა მტკიცე სახელმწიფო აპარატი და თანმიმდევრული, გააზრებული ბრძოლით ეტაპობრივად დაიბრუნა ყოველი დაკარგული გოჯი მიწა. მისი მოღვაწეობის შეფასებისას შეუძლებელია გვერდი აუაროთ მის სამხედრო გენიას. ერწუხიდან დიდგორამდე დავითმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მცირეერსად შეუძლია სძლიოს უზარმაზარ კოალიციურ არმიებს, თუ მას ერთიანი მიზანი და უბადლო სტრატეგია ჰყავს. დიდგორის ძლევა ის საკვირველმა არა მხოლოდ საქართველო იხსნა, არამედ რეგიონში ძალთა ბალანსი შეცვალა და მთელი ქრისტიანული სამყაროს იმედად იქცა. თუმცა დავითი მხოლოდ ხედართმთავარი არ ყოფილა. მისი მმართველობა გამოირჩევა ღრმა და მასშტაბური რეფორმებით. რუის ურბნისის კრება, ეკლესიის განახლება, სასამართლო სისტემის მოწესრიგება და სააჯო კარის დაარსება ცხადყოფს მის მიზანს, შეექმნა სამართალსა და წესრიგზე დაფუძნებული სახელმწიფო. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკა. გელათის აკადემიის დაარსებით დავითმა საქართველო იმდროინდელი განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელოვან ცენტრად აქცია. გელათი
რომელსაც მეორე იერუსალიმსა და ახალ ათენს უწოდებდნენ, იქცა ადგილად, სადაც ქართული და ბიზანტიური აზროვნება ერთმანეთს ერწყმოდა. დავითს კარგად ესმოდა, რომ ძლიერი სახელმწიფო მხოლოდ מחვილზე ვერ იარსებებდა. მას სჭირდებოდა განათლებული და მოაზროვნე საზოგადოება. 36 წლიანი მმართველობის შედეგად საქართველოს რეგიონის უპირობო ლიდერად იქცა. მეფის ტიტულატურაც ამის ნათელი გამოხატულება იყო. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა. დავითმა თავისი მეფობის განმავლობაში ათეულობით ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და არც ერთში არ დამარცხებულა. მას მხოლოდ სიკვდილმა სძლია. მისი მოღვაწეობა ქართველი ხალხის ცნობიერებაში ერთ სიტყვაში გამოიხატა: აღმაშენებელი. ეს ტიტული არ ყოფილა მეფის სიცოცხლეში მინიჭებული, იგი ხალხმა მოგვიანებით უბოძა. მაშინ, როდესაც დროის მანძილზე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა მისი ღვაწლის მნიშვნელობა. დავით აღმაშენებელი არა მხოლოდ ისტორიული ფიგურა, არამედ ეროვნული იდეალია. მან გააერთიანა ქვეყანა, გაათავისუფლა იგი დამპყრობელთა ბატონობისგან, შექმნა ძლიერი სახელმწიფო და საფუძველი ჩაუყარა იმ ეპოქას, რომელსაც დღეს საქართველოს ოქროს ხანად ვიცნობთ. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა. დღეს ჩვენ თითქმის 9 საუკუნე გვაშორებს დავით აღმაშენებლის ეპოქას, გმირული ბრძოლებისა და დაუღალავი შრომის ხანას, რომელზეც აღმოცენდა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი წარსული და დღევანდელობა. ქართველი ერი სათუთად ინახავს ხსოვნას იმ მოღვაწეთა შესახებ, ვინც ქვეყნის პროგრესისთვის იბრძოდა. მათ შორის კი უპირველესი ადგილი მეფე დავით მეოთხე აღმაშენებელს ეკუთვნის. დასასრული. ტელერადიო